მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არის ორი კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. მნიშვნელოვანი არის პერიოდი იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მომავალი ორი კვირის მანძილზე ნახავს ძალიან ბევრ ცვლილებებს, როგორც პიროვნულად ადამიანების ცხოვრებაში, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ასევე მსოფლიო დონეზე, მსოფლიო მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, ყურადღება გავამახვილოთ იმ აქცენტირებულ თემებზე, რომელიც, ესე ვთქვათ, გვაქვს მომავალი ორი კვირის მანძილზე და ამაზე ვისაუბრებთ თქო დეტალურად. მაინტერესებს თუ ისმის ჩემი ხმა, თუ შეიძლება რომ დამიწეროთ თუ ისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, როდესაც წერენ რომ არ ისმის ჩემი ხმა და აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, კარგი იქნება თუ მაცნობებთ. მოგესალმებით ყველას, ვინც მიყურებთ. დავიწყოთ პირველ რიგში ტრადიციულად იქიდან, რომ მომავალი ორი კვირის მანძილზე აქაც ორ ნაწილად დავყოფ მომავალ ორ კვირას. პირველი არის ის, რომ პირველი, ესე ვთქვათ, კვირა გვექნება უფრო წმენდის კვირა, 27 მაისამდე, პრინციპში აქ 27 მაისამდე არის კიდევ დარჩენილი 9 დღე და კარგი პერიოდი იქნება წმენდებისთვის. ეს წმენდები როგორც პირდაპირ, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პერიოდში ყურადღება მივაქციოთ როგორც ჩვენს, ესე ვთქვათ, შინაგან მდგომარეობას, ასევე გარეგანს და ამას, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, დეტალურად გავშლით. მოგესალმებით ყველას, ვინც მიყურებთ საღამომშვიდობისა. პირველ რიგში საქართველოს მიულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის და კარგი იქნება თუ საზოგადოებაში დასრულდება ჩემი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ესე ვთქვათ, ერთი ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის. ჩემი სურვილი იქნება, რომ როდესაც ჩვენ ერთ რაღაცას აღნიშნავთ, ან ერთ რაღაცას ესე ვთქვათ, მხარს უჭერთ, ან მოგწონს, ან არ მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორეს უარყოფთ, ან მეორე მხარეს ავტომატურად ვაბულინგებთ, ხო? აი ეს ცნობიერება უნდა დასრულდეს, ესე ვთქვათ, გაყოფილი ცნობიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ესე ვთქვათ, ეს არ უნდა იყოს აღქმა საზოგადოებაში, რომ ანუ ოჯახის სიწმინდის დღეს თუ ვიცავ და რელიგიურები თუ ვართ, ესე იგი ავტომატურად ვიღაც უმცირესობებს, ესე ვთქვათ, ვაბულინგებთ, ანუ უარყოფთ, ხო, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების უფლება, ისე როგორც მას მოესურვება, ყველა ადამიანს აქვს თავისუფლება, რომელიც ჩვენ დასაბამიდან, ხო, ანუ უფალო მოგვანიჭა და თუ ამაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში არ იქნება მართებული აქ ვინმეს ბულინგი, ამიტომ კარგი იქნება თუ ადამიანები, ესე ვთქვათ, შეეშვებიან იმით манипуляციას, რომ ანუ რაღაცას თუ ჩვენ ავღნიშნავთ, ავტომატურად მეორე მხარეს ვაბულინგებთ, უარყოფთ, ან საერთოდ, ესე ვთქვათ, შეურაცხყოფთ, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში. სანამ საერთოდ დავიწყებთ მაგალითად რაღაცაზე საუბარს პროგნოზებზე, რომ მოგილოცავთ, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წელი არის სულიერი ღირებულებების, ასევე ოჯახური ღირებულებების გადატვირთვის წელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ესე ვთქვათ, ბევრი ადამიანი იყოს ამაში ჩართული, ანუ რელიგიური თვალსაზრისით და რელიგიური თვალსაზრისით, აქ რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ ჩვენ კონტექსტზე, რომელი კონტექსტიც არის, ესე ვთქვათ, ფანატიზმი და ამ რელიგიურობის დაუპრაქტიკებლობა. მნიშვნელოვანი არის, რომ დავაპრაქტიკოთ, მნიშვნელოვანი არის, რომ ესე ვთქვათ, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ცხოვრების სტილში შემოვიტანოთ, რა თქმა უნდა, ეს გარეგნულ დონეზე რაღაცის კეთება არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ, საკმარისი, ხო? ანუ სულიერი ღირებულებებზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებელი არის, რომ ჩვენ შინაგან სულიერ მდგომარეობებს, ანუ ყოველდღიურ არჩევანს, კარგსა და ცუდს შორის, ყოველდღიურ მარტივ არჩევანს, ესე ვთქვათ, მივაქციოთ ყურადღება და აი ამაზე არის, ესე ვთქვათ, ამაზე დგას ზოგადად ჩვენი სულიერი ღირებულებები და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახში ყოფილიყო სიყვარული პირველ რიგში და სიყვარული მერე ავტომატურად, ესე ვთქვათ, ქმნის სხვადასხვა, ესე ვთქვათ, სიკეთეებს, რომელიც სიკეთეებითაც შეგვიძლია ადამიანის ცხოვრებაში ტკბობა. რაც შეეხება მომავალი ორი კვირის პროგნოზს, გადავალ ზოგადად შესავალზე. 27 მაისს გვაქვს ახალმთვარეობა. ტყუპები ზოდიაქოს ნიშანში და ეს ახალმთვარეობა გამოირჩევა იმით, რომ ეს დადებს ზუსტად იმ შედეგს, რომელიც შედეგიც, ესე ვთქვათ, გავზარდეთ და რომელი ღირებულებებიც ავირჩიეთ, რა არჩევანიც გავაკეთეთ ბოლო 3 თვის მანძილზე.
27 მაისამდე. ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო აქ დაბნელებები, თევზები ქალწულის ღერძზე დაბნელებები, აი ამ პერიოდიდან 28 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით არსებული დაბნელებების დერეფანი ემსახურებოდა ეს ვთქვათ ჩვენი სულიერი ღირებულებების გადაფასებას, პიროვნული გზის არჩევას, თითოეულ ადამიანს მოუწევდა რაღაცა კონკრეტული არჩევანის გაკეთება, რომელი არჩევანიც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროში შეიძლება რომ მოსულიყო, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ საუბარი იყო სულიერ ღირებულებებზე, სულიერ გადაფასებებზე, საერთოდ მოგწონს თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ, ან ის გზა, რომელიც გქონდა, თუნდაც აი მთელი ცხოვრების მანძილზე, აი ამ ბოლო პერიოდამდე, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, მოკლედ, რომ გადაგვეფასებინა ჩვენი სულიერი ღირებულება, ხო? რაზეც მე მუდმივად ვსაუბრობდი, რომ 2025 წელი იქნებოდა პიროვნული და სულიერი ღირებულებების გადაფასების პერიოდი. აი ამ 3 თვის მანძილზე რა გავიაზრეთ, რა გადავაფასეთ, რა ავირჩიეთ, ან პირიქით რა უგულებელყავით, შესაძლოა ეს კარგიც, ცუდიც, აი ეს ყველაფერი მოკლედ აკუმულირდა ამ 3 თვის მანძილზე. ეს შეეხება როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე ფინანსურ კონტექსტში, ასევე შეიძლება ყოფილიყო კარიერული თვალსაზრისით ხო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე ბოლო 3 თვის მანძილზე ასე ვთქვათ არჩეული ღირებულებები აკუმულირებას მოახდენ ზუსტად 27 ივნისიდან ივნისის ბოლომდე პერიოდში. ანუ ეს სახელმთხვევა რო იქნება ტყუპების ზოდიაქოში, სანამ ერიკირჩხიბის ზოდიაქოში არ იქნება მომავალი ახალმთვარეობა, ანუ ეს არის 25 ივნისი, 27 ივნისიდან 25 ივნისამდე მოვიმკით ზუსტად იმას, რაც ესე ვთქვათ ავაშენეთ, შევქმენით და ამ დაბნელებების, ესე ვთქვათ, დერეფანში არსებული ენერგიების და მიღებული გადაწყვეტილებების და ღირებულებების აკუმულირება ხდება, ანუ შედეგს ვიმკით. ასევე გვაქვს 30 მაისს მზე მერკურის გარეშეერთება, რაც იმას ნიშნავს, რომ აი აქაც ესე ვთქვათ ემთხვევა ახალმთვარეობას და პრაქტიკულად ეს თვე, ანუ 27 მაისიდან 25 ივნისამდე პერიოდი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება რაღაც დონეზე турბულენტური, ოღონდ ვისთვის კარგად турბულენტური იქნება და ვისთვის ცოტა ნეგატიურად ან რთულად турბულენტური იქნება, ეს რა თქმა უნდა იმაზე არის დამოკიდებული, რაც ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე ესე ვთქვათ ავირჩიეთ, თუმცა არ არის ესე ვთქვათ ეხლაც გვიანი, 27 მაისამდე ჩვენ გვაქვს დრო, რომ რაღაცები შევცვალოთ, რისი შეცვლაც მაგალითად ვერ მოვახერხეთ სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება და იყო ერთ-ერთი მიზეზი მაგალითად არ ქონდა საკმარისი სულიერი ძალა, ან შინაგანი მზაობა, ან რწმენა იმისთვის რომ შეგვეცვალა ჩვენი პიროვნება ძირფესვიანად. აქედან გამომდინარე 27 მაისამდე კიდევ არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია რომ რაღაცები შევცვალოთ, გადავაფასოთ, მოვიშოროთ ის, რაც ჩვენთვის უსარგებლო არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის, ეს პერიოდი ჩვენგან ითხოვს რომ შევხედოთ ჩვენ სულიერ მდგომარეობას თვალებში. ჩვენი რაღაცა ღირებულებები რომ გამოვასწოროთ ან გადავაფასოთ, ან რაიმე რომ შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში, აუცილებელი არის რომ ჯერ ვაღიაროთ, რომ რაღაცას არ ვაკეთებდით, ხო სწორად. და აღიარებამდე მისვლა არის ურთულესი გზა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, ესე ვთქვათ, უნდა შეხედოს რეალობას თვალებზე, ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა მტკივნეული არის. ყველა ადამიანისთვის ჩვენ არ გვინდა რეალობის თვალებში შეხედვის, განსაკუთრებით იმ რეალობის, რომელიც ჩვენ მაინც და მაინც აღმატებულს არ გვხდის და შეიძლება საკუთარ თვალშივე რაღაც დონეზე გვაკნინებდეს, ან იძულებულს გვხდიდეს, რომ ვაღიაროთ, რომ რაღაცაში არ ვიყავით მართლები, ან რაღაცაში არ ვიყავით ბოლომდე კეთილები, ხო? აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომ 27 მაისამდე დარჩენილი დრო რაც არის, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია რომ შევცვალოთ რაღაცეები და შინაგან დონეზე შეცვლილი გადაწყვეტილებები, ჩვენი შეცვლილი ღირებულებათა სისტემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამოთხოვნა, რომ ეს აისახება მე როგორ გარეგნულად ადამიანის ცხოვრებაზე. 25 მაისს ასევე გვაქვს სატურნის ინგრესია ვერძის ზოდიაქოში და ზუსტად ივლისის თვეები იქნება, როდესაც სატურნი ნეპტუნის პირველი ზუსტი შეერთება დადგება სამყაროში, რაც ნიშნავს იმას, რომ აქამდე თუ ნეპტუნის ტრანზიტით ვერძის ზოდიაქოში იყო ცოტათი, ესე ვთქვათ, ილუზიური, შესაძლოა ჩვენი
შესაძლებლობები, ჩვენს პიროვნებაზე საკუთარ თავზე წარმოდგენა, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო ადეკვატური, როგორც ჰარმონიულ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში, ან შეიძლება ვიღაცას ეგონა, რომ საერთოდ ასე ვთქვათ, არ არის განვითარების რაღაც მაღალ საფეხურზე, ან პირიქით ვიღაცა შეიძლება ძალიან მაღლა ეგონა თავი, მაგრამ ახლა სატურნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოში და შეერთება ნეპტუნთან, აი ამ ილუზიებს გააქრობს. ესე ვთქვათ, ცოტათი ბასრისაგანი არის სატურნი ამ შემთხვევაში, ანუ ილუზიების მკვლელი არის და ყოველთვის გვაჩეხებს მწარე რეალობას, ანუ ჩვენ რეალურად ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, ამას დავინახავთ და აი ეს ილუზიები რაც გქონდა საკუთარ თავზე, კარგიც და ცუდიც, სატურნის გადასვლით უკვე რაღაცა კონსტრუქციულ კალაპოტს მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ილუზია მართალი იყო თუ არ იყო მართალი, ამას დავინახავთ პირველ რიგში, ხოლო თუ მართალი იყო, როგორ შეგვიძლია რომ ეს გამოვიყენოთ ჩვენსავე განვითარებისთვის და არა მაგალითად ამ პარტაონებაში გადასავარდნად, ხოლო თუ მართალი არ იყო, მაშინ რისთვის ვარ მზად, ანუ თვითდისციპლინის კონტექსტში, რომ ის ეს ვთქვათ, მივიღო, რაც მეგონა რომ ვიყავი, მაგრამ თურმე არ ყოფილვარ. ანუ რა სამუშაოები შემიძლია ჩავატარო საკუთარ თავზე, საკუთარ პიროვნებაზე, საკუთარ ღირებულებათა სისტემაზე, რამდენად შემიძლია რომ ეს ვთქვათ, კრიტიკული ვიყო, ან გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს და შემიძლია თუ არა საერთოდ ვაღიარო რომ რაღაცა შეცდომებით დავუშვი, ხო? აი ეს აღიარების მომენტი 27 მაისამდე ძალიან კარგი იქნება თუ ყველა ადამიანი მოასწრებს საკუთარ თავში. არ არის აუცილებელი რომ წახვიდეთ და ადამიანებს უთხრათ, რომ იცით რა არის, ანუ მე რაღაცა ვცდებოდი ან მე მსგავსი. მთავარი ადამიანი მიხვდეს საკუთარ თავში და თქვას, რომ აი ამ ღირებულებას მე ვცვლი და გადავდივარ უკვე რაღაცა სხვა ეტაპზე, ხო? ანუ ის რაც აქამდე მომწონდა და მეგონა რომ იყო მართებული და სწორი, ანუ შესაძლებელი არის რომ თურმე ვცდებოდი, ხო? ანუ აღიარების გარეშე ჩვენ ვერ განვითარდებით. ეს არის გამორიცხული, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის განვითარებაზე, აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ ბევრი წიგნების კითხვაზე, არ ვსაუბრობთ რაღაცა ფილოსოფიური ფრაზების დაზეპირებაზე, ხო? აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ყოველდღიურ არჩევანში კარგსა და ცუდს შორის, ან კეთილსა და ბოროტს შორის რას ვირჩევთ? აქ შეიძლება ახლა ბევრი, ესე ვთქვათ, ადამიანი გამოვიდეს და დასვას კითხვა, რომ ანუ ვინ თქვა, ხო, კარგი და ცუდი რა არის, ან კეთილი და ბოროტი რა არის და ეს ახლა ზოგადად განსჯის საგანი არის ხოლმე, ეს ყვადაღებული თემაა, მაგრამ კარგი და ცუდი ყველამ ვიცით საბოლოო ჯამში რა არის. კარგი არის, როცა არ ვნებ არც საკუთარ თავს და არც სხვა ადამიანებს, ხოლო ცუდი არის, როდესაც ვნებ ვინმე სხვა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა მტერია თუ მოყარე და ასევე საკუთარ თავს. ანუ საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი დანაშაული იგივე სიმძიმეა, იგივე სიმძიმის არის, რაც სხვა ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს ვთქვათ, გავაცნობიეროთ და აუცილებელი არის, რომ მოკლედ ამაზე ვიმუშაოთ, ხო? 27 მაისამდე არის პერიოდი, რომელიც არის ანუ რაღაც დონეზე გაშვების პერიოდი, დასრულების იმ ყველაფრის, რაც უკვე დრო მოჭმულია, რაც თქვენი სულიერი ან პიროვნული განვითარებისთვის უკვე ხელსაყრელი აღარ არის და სამყარო ეს ვთქვათ, ანუ გაშორებთ ყველას და ყველაფერს, რამაც უკვე თქვენ ცხოვრებაში თავისი მისია შეასრულა. ესენი შეიძლება იყვნენ ადამიანები, სამსახური, ნივთები, გარემოებები, ქალაქი, ქვეყანა და ასევე რა თქმა უნდა პიროვნული ღირებულებები და რაღაცების გადაფასება. აქედან გამომდინარე აღიარება ცუდი არ არის, პირიქით ადამიანი რომელიც არ აღიარებს არაფერს, ადამიანი რომელიც თulis რომ ყოველთვის მართალია, ეს ადამიანი ვერ ვითარდება, არის სტაგნაციის პერიოდში და იწყება აქ 1 წელზე ტრიალი, ანუ სულ 1 წელზე ტრიალებთ. თუ მაგალითად არ უნდა რომ წავიდეს წინ და წინ წელსვლა კიდევ ერთხელ გავამეორებ, ხდება მხოლოდ და მხოლოდ აღიარებით პირველ რიგში. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ვაღიარებ, რომ რაღაცაში მე ვცდებოდი, თქვათ, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდა, ადამიანი ვერ ვითარდება, გამორიცხულია, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაიმე განათლების მიღებით განვითარდეს ადამიანი, თუ არ შეუძლია თვითკრიტიკა. ეს არის მნიშვნელოვანი და 27 მაისამდე, მოკლედ ამაზე ამდენ იმიტომ ვისაუბრე, რომ 27 მაისამდე კიდევ არის დრო, რომ რაღაცებს მივხვდეთ, იმისათვის რომ ახალმთვარეობა 27-ში ჩვენთვის იყოს უფრო ჰარმონიული და 30 მაისს არსებული მზე მერკურის შეერთება მოიტანს იმას, ეს ვთქვათ, რაც ბოლო 2 თვის მანძილზე დავაგროვეთ, აი ნეგატივიც, პოზიტივიც, მივხვდით თუ არა რაღაცას
და მე უკვე თითქოს ფაქტობრივად აი თავისუფალ ვარდნაში ვიქნებით ერთი თვე, მთლიანად იქნება აი ამ პერიოდების მომკის პერიოდი, ეს ერთი, ანუ ივნისის თვე იქნება მომკის პერიოდი, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ნეგატიური პერიოდი არის, ან რაღაცა ეს ვთქვათ კატასტროფული ტრანზიტები არის. ნეგატიური პერიოდი არ არის, ჰარმონიული კონფიგურაციები დგას მთლიანად ცაზე, თუმცა ადამიანები, რომლებიც რაღაცა კონკრეტულ დისბალანსში არიან, თქვათ კარმული თვალსაზრისით, ეს კარმული თვალსაზრისით, ანუ რა თქმა უნდა არის ყოველთვის ინდივიდუალური, ვის რა კარმა აქვს და აქედან გამომდინარე ასევე ინდივიდუალური იქნება ვინ რა აირჩია ბოლო 3 თვის მანძილზე, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან პოზიტიური პერიოდი დადგეს, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ნეგატიური პერიოდი დადგეს. ეს მთლიანად იმაზე არის დამოკიდებული და მოსული კანონზომიერება ყველა ადამიანის ცხოვრებაში იქნება მინიშნება, რომ ბოლო დროს გაკეთებული ღირებულებები, არჩევანი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო თუ არა სწორი და საერთოდ ეს ვთქვათ, ვისწავლეთ თუ არა ის, რაც უნდა და სამყაროს ჩვენგან რომ გვესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ მოცემულობას, სატურნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოში არის მნიშვნელოვანი, სატურნი ვერძში სუსტია, აქ თვითდისციპლინის გამომუშავებას თხოვს ყველა ადამიანს, ანუ კარიერული თვალსაზრისით ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი გაღებული შრომა, საკუთარ თავზე გაღებული შრომა, საკუთარ ეს ვთქვათ, თუნდაც პროფესიონალიზმზე ჩადებული ნებისმიერი ენერგია დაბრუნდება, ხოლო თუ მაგალითად სიზარმაცე გქონდა წინა პერიოდებში უფრო არ მუშაობდით საკუთარ თავზე, თვითდისციპლინა დროს არ ვაფასებდით, ანუ დროის დაუფასებლობის პრობლემა თუ გქონდა, აი ამ შემთხვევაში შეიძლება ესეთი მოცემულობის ადამიანებს საერთოდ დროსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ეს არის მოცემულობა, როცა ადამიანს არ ყოფნის 24 საათში 24 საათი და უფრო ჭირდება მეტი, ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ვის რა პერიოდი დაუდგება ამ კონტექსტში, ამ თვალსაზრისით, ასევე ყველა ადამიანს შეუძლია მიხვდეს რა კარმა აქვს დროსთან დაკავშირებით გამომუშავებული აი ამ ბოლო პერიოდების მანძილზე, ხო? თუნდაც თქვათ, ავიღოთ ბოლო 30 წლის მანძილზე. რაც შეეხება ახალი საქმეების წამოწყებას 27-მდე არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას, პირიქით კარგი არის წმენდები. ქალბატონებს ურჩევდი, რომ აქ კოსმეტიკური და სილამაზის თვალსაზრისით დიეტის დასაწყებად 27-მდე კარგი პერიოდი არის, ასევე ნებისმიერი წმენდისთვის, ეს იქნება კანის წმენდა, ენერგეტიკული წმენდა, ტოქსინებისგან გაწმენდა, ხო? ასევე ვისაც ესე ვთქვათ, მასაჟებს, ვინც მასაჟებს იკეთებს, ასევე კარგი პერიოდი არის 27-მდე ამ ადამიანებისთვის, ასევე ქირურგიული ან სამედიცინო ჩარევები, რომელიც გულისხმობს მოშორებას და რომელიც გულისხმობს, ესე ვთქვათ, რაღაც ესე ვთქვათ, მოკვეთას, რაც ადამიანს არ უნდა, რომ კონდეს ორგანიზმში, ასევე 27 მაისამდე ამისთვის კარგი პერიოდი არის, ხოლო 27 მაისიდან 27-28 მაისი იქნება ენერგეტიკულად ცოტათი სუსტი პერიოდი, იქიდან გამომდინარე, რომ ახალმთვარეობის დროს ენერგია არ არის და გირჩევთ, რომ ამ დღეებში ნუ გადაიღლებით, ასევე ყურადღება მიაქციეთ ნათესავებთან, თქვენს გარშემოყოფებთან ურთიერთობებს, ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, განსაკუთრებით სისხლით ნათესავებთან ურთიერთობები და ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ თავისი სისხლით ნათესავები არიან ადამიანები, რომლებთანაც უნდა გქონდეთ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი. და აქედან გამომდინარე ეს ნათესავებთან ურთიერთობების მომავალი 2 კვირის მანძილზე გადაიტვირთება და ვისაც მაგალითად პრობლემა ჰქონდა ან ცოტა ნეგატიური მოცემულობები აქვს დათესილი მათთან ურთიერთობაში, შეიძლება იყოს ცოტათი ნეგატიური ეს პერიოდი, ხოლო ვისაც ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდა, პირიქით ნათესაური კავშირები შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს და პირიქით რაღაცა საერთო საქმიანობას დაიწყოთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მომგებიანი. 27-28 მაისი არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას, 29 მაისს გირჩევთ, რომ ჩამოწეროთ გეგმები მომავალი თვის, ზოგადად რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ან რა გინდათ, გეგმაში რა გაქვთ. აქედან გამომდინარე, აი ეს მოცემულობები მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ. 30 მაისიდან უკვე შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, კონტრაქტების გაფორმება, ასევე სილამაზის პროცედურები განსაკუთრებით აქ თმის შეჭრაზე და შეღებვაზე არის ხოლმე ამბავი, ანუ 30 მაისიდან მეგობრებო უკვე კარგი პერიოდი არის თუ გვინდა რომ სწრაფად გაგვეზარდოს და 30 მაისიდან ასევე კარგი პერიოდი არის ნებისმიერი, ასე ვთქვათ,
სილამაზის პროცედურებისთვის, რაც გვინდა რომ დიდხანს შენარჩუნდეს, ხო? ეს მოკლედ მნიშვნელოვანი არის საბოლოო ჯამში პერიოდი ყველაზე რთული პერიოდი გადასული არის და მომავალი 2 კვირა როგორც უკვე აღნიშნეთ იქნება რაღაცა კონკრეტული არჩევანის კანონზომიერება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, ანუ არჩევანი და არჩევანი გავაკეთე და მე ამ არჩევანმა განაპირობა ჩემი ცხოვრება, ხო? ახალმთავრობა იქნება 27 მაის 7 საათსა და 2 წუთზე დილით 8-2 წუთზე. აქედან გამომდინარე, ძირითადად ალბათ ადამიანების უმრავლესობას ეძინებათ ეს საქართველოს დროით გულისხმობა, რა თქმა უნდა, 8-2 წუთზე. და მნიშვნელოვანი არის, რომ აქაც მაქსიმალურად ჩვენი ფიქრები გავაკონტროლოთ, ასევე ჩვენი სულიერი ღირებულებები ავირჩიოთ და ჩვენი სულიერი ღირებულებები გამოიცდება მომავალი 2 კვირის მანძილზე, ანუ რა ავირჩიეთ, განვითარდით თუ არ განვითარდით, გავბოროტდით თუ გავკეთილდით და ასე შემდეგ იმ გარშემოყოფებთან კომუნიკაციაში, რომლებიც თქვენ ყოველდღიურად გვხვდებიან, ყოველდღიურად გარს, ესე ვთქვათ, გახვევიათ აი ეს ხალხი. აქაც რაც შეეხება პერიოდს, ზოგადად 2025 წელი გადატვირთვის პერიოდი არის, აბსოლუტურად ახალ რელსებზე გადავა სამყარო და ამაზე იქნება live ჩართვა როგორც YouTube-ზე, ასევე ჩემს Facebook page-ზე 2025 წლის ტენდენციები, ან დიდი ინგრესიები და ზოგადად საფხულის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ხოლო რაც შეეხება აქვე სანამ ზოდიაქოს ნიშნებზე გადავალ, იმასაც ვიტყვი, რომ სოციალური თვალსაზრისით აი ეს კრიზისი გრძელდება კიდევ ივნისის ბოლომდე და მსოფლიოში ძალიან ბევრი რამე გადალაგდება, მსოფლიოში ძალიან ბევრი დაფარული ინფორმაციას, რომელიც აქამდე ჩვენთვის დაფარული იყო, აიხდება ფარდა, ნუ პრინციპში აიხადა კიდევაც ფარდა, მაგრამ ივნისისთვის ამ მხრივ ამ თვალსაზრისით იქნება პიკი და ყველა ადამიანს უფრო ადამიანს იმდენად რამდენადაც უფრო ქვეყნებს და სახელმწიფოს მოუწევთ, რომ თავიანთი, ასე ვთქვათ, რაღაცა ღირებულებები გადახედონ კიდევ ერთხელ და აირჩიონ. თუმცა ფიქრობ, რომ იუპიტერის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოში პირიქით აი ამ ეროვნულ ღირებულებებს, პირად ინტერესებს წამოწევს წინ, ვიდრე მაგალითად რაღაც თანამშრომლობებს და შეიძლება აქ მოხდეს რაღაცა დისკომუნიკაცია. თუმცა საბოლოო ჯამში როგორც გავივლით, ივნისის ბოლომდე პერიოდს, ზოგადად მსოფლიო როგორც გაივლის, ივლისიდან მე უკვე აი მაგის მიხედვით სამყაროში დაისადგურებს სიმშვიდე, თუმცა ივლისიდან საბოლოო ჯამში კარგი პერიოდი იწყება, როგორც სოციალური, ასევე ფინანსური, ზოგადად ადამიანების, ჩვეულებრივი ხალხის ყოფა გაუმჯობესდება ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ქრისტიანობის ენერგია ტრიალებს, იმიტომ რომ დაბნელებება მოიტანა ქრისტიანობის ენერგია, ჩვენ ამას ხედავთ და მნიშვნელოვანი არის, რომ ქრისტიანული ცნობიერება გაღრმავდეს. მე რა თქმა უნდა აქ არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რაღაცა პროპაგანდას არ ვეწევი და რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, რომ ეს რაღაცა გაუგებრად, ხო, ანუ ფანატიკურად წავიდეთ აქეთკენ. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ თითოეულმა ადამიანმა, ანუ ღირებულებების დონეზე, ხო, შინაგანად გავიგოთ, საერთოდ რა არის ეს, ანუ ჩავწვდეთ, ვეცადოთ, რომ გავიგოთ ბიბლია, იმიტომ რომ 2000 წელია ვერ გავიგეთ და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ და ვინც გაიგებს, აი იმან ჩათვალეთ, რომ შეასრულა ამ წლის მისია, ამ წლის დავალება და იმ ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად მოვა კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, ყველა წელს მსგავსი, ესე ვთქვათ, მოცემულობები და მოთხოვნები სამყაროსგან ენერგეტიკული თვალსაზრისით არის სხვადასხვა. წელს ქრისტიანობა წინა წელს იყო საკუთარი თავი გამოავლინა, ხო, აირჩიე ვინ ხარ. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი ახლა ფიქრობს, რომ ახლა როგორი აზრი უნდა გამოვხატო, ხო, ანუ რაზეც ამაზრზე უფრო დამიკრავენ ტაშს თუ იმ აზრზე უფრო დამიკრავენ ტაშს. ნუ აქ უკვე ჩვეულებრივად, ანუ გასაგები არის, რომ ადამიანს არ გააჩნია, ხო, ღირებულებათა სისტემა, არ გააჩნია პრინციპები და აი ადამიანები რომლებიც მსგავსი ესე ვთქვათ, მიდგომებით ხელმძღვანელობდნენ თავიანთი არჩევანის კონტექსტში, ან სიტყვის თქმის კონტექსტში წინა წელს, ამ წელს სერიოზული პრობლემები ექნებათ. ანუ აქ ვაწყდებით უპრინციპობას, ანუ ყველანაირი ვარ, როგორცაც ტაშს დამეკრავენ, ან როგორი ვარ,
რეალურად არც ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდი, მაშინ გამბედაობა არ მყოფნის, რომ თქვა, ხო? აი ეს არის პრობლემა და სატურნი ნეპტუნის შეერთება ვერძის ზოდიაქოში ამ თემს კიდე ამოყრის და კიდევ ერთხელ მოგვიწევს, რომ გადავხედოთ როგორც ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ასევე პიროვნულ მიწიერ, ესე ვთქვათ, ღირებულებებს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვართ მატერიალურ სამყაროში და იძულებულები ვართ, რომ მატერიალურ სამყაროსაც ავუწყოთ ფეხი, ხო? ანუ ჩვენ ვერ უარყოფთ ამ სამყაროს, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მატერიალური ცხოვრებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატერიალურის გამო გავწიროთ რაღაცა უფრო მაღალმდგომი, ხო? ანუ ჩვენი სულიერი ღირებულებები. აი ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, პერიოდი, რომელიც დადგება მომავალი 2 კვირის მანძილზე, ეს არის პერიოდი, რომელიც ყველა ადამიანს დაანახებს, როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფების და დანარჩენი მსოფლიოს რეალურ სულიერ მდგომარეობას და რეალურ სულიერ სახეს და აი ამის მიხედვით უკვე მოგვიწევს, რომ გავაკეთოთ რაღაცა არჩევანი, ხო? ამას ვირჩევ, ან არ ვირჩევ, ეს მომწონს, ან არ მომწონს. აქედან გამომდინარე, თუ არ ყოფნის სიმამაცე, რომ თქვათ ის, რაც სიმართლეა, ანუ თვლით, რომ სიმართლეა, ხო? მაშინ გავჩუმდეთ მაინც, ეს არის მნიშვნელოვანი და რაღაცებზე დავფიქრდეთ. გადავიდეთ მოკლედ ახლა ზოდიაქოს ნიშნებზე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები, გულსიხსრე და პრობლემა, ასთმა, სასუნთქი გზები, აი ეს პერიოდი მომავალი 2 კვირა რთული არის და რთული იქნება ამ ადამიანებისთვის, ამიტომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, უფრო სასუნთქი გზები, გულსიხსრე სისტემა, პრინციპში ხერხემალიც არის პრობლემატური ამ პერიოდში, იმიტომ რომ ზოგადად დაკისრებული პასუხისმგებლობები ჩვენ ყოველთვის გვაწვება ხერხემალზე და აქედან გამომდინარე, ხერხემლის პრობლემა შეიძლება ბევრ ადამიანს შეექმნოს და კარგი იქნება თუ ფიზიკურ აქტივობასაც დავუთმობთ დროს, იმიტომ რომ სატურნი ვერძში ითხოვს რაღაცას თვით დისციპლინას და თვით დისციპლინა, ანუ მე შემიძლია რომ ჩემს თავს ვაიძულო, რომ ამდენი საათი დღეში ეს ვაკეთო, ხო? ანუ მე ვბატონობ, ანუ ის კი არ ბატონობს ჩემი განცდები ჩემზე. აი ეს არის მნიშვნელოვანი სატურნის ინგრესია ვერძის ზოდიაქოში, ანუ ვის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ და საკუთარ თავს მოერევიან თვითდისციპლინის მხრივ და როცა არავინ არ გეუბნებათ ესე გააკეთიან, ესე გააკეთე, შენ თვითონ როცა ეუბნები შენს თავს, აი ამას ითხოვს სატურნი ვერძის ზოდიაქოში, ილუზიებს ამსხვრევს, მე ვშრომობ და მე უკვე ვნახავ შედეგის მიხედვით განსჯი, მაგარი ვარ თუ არ ვარ მაგარი, ხო? ეს ილუზიები საკუთარ თავზე ნაკლად არ უნდა გქონდეს და დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით, ხო? ვერძებისთვის ხოთაშორის მომავალი ახლა ვერძში არის მთელი მოკლედ სტელიუმი, ანუ ამ ინგრესიების, ხო? სატურნის და ნეპტუნის და შესაბამისად 21 და 22 ასევე 23 მარტს დაბადებულ ვერძებს აქვს საკმაოდ რთული პერიოდი, ოღონდ ეს რთული პერიოდი რამდენად, ესე ვთქვათ, ნეგატიური იქნება თუ ჰარმონიული იქნება, როგორც უკვე თქვი, ეს იმაზე არის დამოკიდებული. ადამიანმა გადამწყვეტ დროს რა ღირებულებები აირჩია, რომელი გზით წავიდა, რა, ესე ვთქვათ, რა შეძლო, ან რა ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე პერიოდი კარმული არის და ნუ რა თქმა უნდა მაინც არ არის მარტივი, თუმცა ამ ადამიანებმა აუცილებელი არის რომ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთონ, საკუთარ თავს, ესე ვთქვათ, კითხვები უნდა დაუსვან, მოგწონს თუ არა ის რაც საკეთებ, საერთოდ გჯერა თუ არა ის რაც საკეთებ და თუ მოგწონს, ოკეი, გააგრძელე თვითდისციპლინით, თუ არ მოგწონს, მაშინ აღიარე, რომ რაღაცაში ცდებოდი და ამ შემთხვევაში ახალი შანსებიც მიეცემათ. აქედან გამომდინარე, ეს არის მოცემულობა, რომელი მოცემულობაც მარტივი არ არის და შეიძლება ზოგიერთ ადამიანს საერთოდ ცხოვრებაში ეს პერიოდი არ უდგება, მაგრამ 21, 22 და 23 მარტს დაბადებული ვერძებისთვის არის ნამდვილად რთული პერიოდი და განსაკუთრებით ამ ადამიანებს ეხებათ აი ეს თვითდისციპლინა, პიროვნული ღირებულებები, ბოლო 3 თვე არის ასევე განსაკუთრებულად რთულ პერიოდს გადიან ეს ადამიანები და ეს სირთულეები ემსახურება იმას, რომ ჩვენ შევიცვალოთ, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ და არა იმას, რომ სამყაროს ჩვენი განადგურება სურს, ხო? ანუ სამყაროს ჩვენი განადგურება არ სურს, არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, თუ რაღაცა სირთულე მოდის, ღმერთს არ უყვარვართ, ან სამყარო გსჯის რაღაცაზე, არა, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გახდეთ უფრო უკეთესები, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვეწინააღმდეგებით, ვეჯიუტებით, არ გვინდა, იმიტომ რომ
ფიქრობთ, რომ აი როგორებიც ვართ, ესეთები ვართ და აღარ არის საჭირო არაფერი, ახლა უნდა წამოვწვეთ და ამ ცხოვრებით დავტკბეთ, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის. აქ არ ვართ ჩვენ დასასვენებლად მოსულები დედამიწაზე, ყველას გვაყისრია კონკრეტული დავალება და ვერძების შემთხვევაში აი ამ პერიოდში თქვენი არჩეული ღირებულებებთან იყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ან გაბრაზებულზე ნათქვამმა რაღაცა ან მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში, ან სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება, ან მაგალითად ისეთი რაღაცა ის ვთქვათ სიტუაციები დატრიალდეს, რომელიც სიტუაციებიც მაგალითად არ იქნებოდა მაინც და მაინც თქვენთვის სასურველი, ამას გულისხმობ მთლიან სულიერების კონტექსტში, ამ დეპრესიული ფონი შესაძლოა იყოს ვერძებთან, ცოტათი აპათიური განწყობა არის. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ბედნიერებას ვერ ვიპოვით ამ პერიოდში, ეს ვთქვათ, 20 მარტს დაბადებულ თევზებზე ვერძის ეს სირთულები იქონიებს გავლენას კი ნათია 20 მარტს დაბადებულ თევზებზეც, ასევე 19 და 18 მარტს დაბადებულ ვერძებზე, ეხლა არა, პრინციპში 27-მდე გადიხართ უფრო ეს თევზები ამას, მაგრამ აი თევზებზე რო გადავა, მე მაგათ თქვენზეც ვიტყვი აუცილებლად, მაგრამ გიწევთ ხოლმე დიდხანს ლოდინი თევზებს მე-12 ზოდიაქოა და ოკეი, მესმის კი იქონიებს ნათია ესე არის, მაგრამ აქ ნახეთ რაში არის გამოსავალი. ამ პერიოდში ჩვენ შეიძლება და განსაკუთრებით ვერძებს ხო გაგვიჩნდეს კითხვა, ანუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს, ხო, ანუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ დეპრესიულ ფონს. არ არსებობს არაფერი, არანაირი მატერიალური რესურსი, ან კარიერული წარმატება იმისათვის, რომ აი ამ სირთულეებს დავაღწიოთ, ესე ვთქვათ, თავი. ჩვენ შეიძლება ან ტყუილად გვეგონოს, რომ აი ახლა რაღაცა ეს თუ მექნება წარმატება, კარიერა, ფული, ანუ ბედნიერი ვიქნები, მაგრამ 2025 წელს აქცენტირებული თემა არის სულიერი განვითარება, ანუ დაუახლოვდი ღმერთს. აქედან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც შორს არიან, ან თვლიან, რომ მაგალითად ახლა მე ცოდვილი ვარ და აი ვერ წავალ, ხო? პირიქით, ცოდვილი თუ ხარ, მაგიტომ უნდა წახვიდე და ზუსტად მაგიტომ უნდა ეს თქვათ შეცვალო ხო შენი ცხოვრება. ანუ უცოდველი არავინ არ არის. აქედან გამომდინარე, ესეც არის რაღაცა ეშმაკის ერთგვარი ხრიკი, ტყუილი, რომელიც აი შენ იცი რა არის რაღაცა ეს თქვათ, აი ვიცი, ალკოჰოლს თუსო, იქ ვეღარ უნდა შეხვიდე მაშინ და ეს ადამიანს უჯერებს და ვეღარ შედის და ანუ პირიქით იზირება. ანუ სულიერი განვითარება, ღმერთთან სიახლოვე, თქვენს შინაგან მდგომარეობას ჩაუღრმავდით. არჩევანი უნდა იყოს გაკეთებული და პრიორიტეტები უნდა იყოს იქ განთავსებული, სადაც არის სულიერი სიმშვიდე, ვერძების შემთხვევაში, ხო, ზოგადად ყველას ეხება ეს, მაგრამ ახლა ვერძებზე ვსაუბრობთ. თუ მაგალითად თქვენ სულიერ სიმშვიდეზე იტყვით უარს და გაიქცევით უფრო მატერიალურისკენ ან კარიერისკენ, ამ შემთხვევაში მატერიალური პრობლემებიც იქნება და სულიერი პრობლემებიც იქნება. აქედან გამომდინარე, ვერძება აუცილებელი არის, რომ თვითდისციპლინა, საკუთარი ოცნებების ასასრულებლად რისთვის ხართ მზად და თუ ხართ მზად, ან თუ ფიქრობთ, რომ რაღაცა გზა გაქვთ მოჭრილი, აღიარება და ყველაფრის თავიდან დაწყება ყოველთვის შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, აი ეს პერიოდი ამის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, აი პარტნიორულ ურთიერთობებში აქაც არის, რა თქმა უნდა, ღირებულებათა სისტემის ცვლილება, თუმცა აქ უკვე ვერძები, რომლებიც აპრილში არიან დაბადებულები, მომავალი 2 კვირის მანძილზე, უფრო ამ ადამიანებს აქვთ ამ ღირებულებათა სისტემის, ესე ვთქვათ, ცვლილება, იმიტომ რომ მარტში დაბადებულმა ვერძებმა უკვე გაიარეს ამ თვალსაზრისით. ახლა აპრილში დაბადებულ ვერძებს განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი უდგათ შვილებთან ურთიერთობაში, სასიყვარულო ურთიერთობებში, ვისაც შვილები არ ყავს, ვისაც არც სასიყვარულო ურთიერთობები არ აქვს და არც შვილები არ ყავს, მაშინ მშობლებთან ურთიერთობებში, ან შესაძლოა რომ დაიწყოს რაღაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, თქვენი დაშვებული შეცდომები, თუნდაც საკუთარი თავის მიმართ, თუნდაც თქვენი პარტნიორის მიმართ, ესე ვთქვათ, უნდა იქნეს გააზრებული, არ შეიძლება ამისი დაიგნორება. აი მაგალითად ახლა სატურნის გადასვლა ვერძში, სატურნი არის რა, სინდისი არის, სინდისის ქეჯნა არის. ანუ ადამიანს სინდისი ქეჯნის რაღაცა გააკეთა და მუდმივად აიგნორებს ამას, ანუ უგულებელყოფს. ეს არის პირდაპირი გზა დეპრესიისკენ, ანუ რაც უფრო დავაიგნორებთ ჩვენ სინდის, მით უფრო არ დაგვანებებს თავს და მით უფრო ეს ვთქვათ, გამოიწვევს სირთულეებს ჩვენ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ სინდისის ხმას გავყვეთ და თუ რაღაცაში ცდებოით აღიარეთ, ეს გაგანთავისუფლებთ და თქვენ ცხოვრებას მე უკვე ავტომატურად რადიკალურად შეცვლის. მაგრამ თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ რაღაცაში, მოკლედ,
სწორად ვერ მოიქცა, ან სწორი ღირებულება არ ქონდა, ხო? ან თუნდაც საკუთარ თავთან რომ მოვიყოთ, საკუთარ თავთან კომუნიკაციაში, საკუთარ თავის მიმართ, ჩვენს თავს არ მოიქცეთ მაგალითად კარგად. აი ესეც უნდა აღიაროთ, ხო? აქ არ არის მაინც და მაინც საუბარი, ახლა ვიღაცისთვის ცუდი გინდოდათ. ამიტომ აქაც მოკლედ აი ეს ბევრი რაღაც გადაფასება წავა, აი ამ ორი კვირის მანძილზე ვერძებთან. თუმცა რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი ეს არის ნეგატიური, პირიქით ჰარმონიულია. გექნება ჩანსი განსაკუთრებით აი 27 მაისიდან ახალმთვარეობიდან ვერძებს ჰარმონიული შანსი ექნებათ რომ რაღაცა ეს ვთქვათ ახალი კონტაქტები დაამყარონ, ურთიერთობები გადატვირთონ, ასევე საკუთარი დამოკიდებულებები გადატვირთონ, აი ეს ვთქვათ ადამიანებთან კომუნიკაციის სტილი გადატვირთონ, ასევე დედმამიშვილებთან, ნათესავებთან კარგი იქნება ვერძებო თუ დროს დავუთმოთ აი 27 მაისიდან უკვე დროს დავუთმოთ ნათესავებთან, დედმამიშვილებთან ურთიერთობას და მოინახულებთ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც დიდი ხანი არ გინახავთ, ხო? აი ეს ეხება ანუ სისხლით ნათესავებს. სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არ არის ეს რეალურად ან ნეგატიური პერიოდი, პირიქით ჰარმონიული პერიოდია, ბევრი რაღაცის გაცნობიერება მოვა ვერძებთან და ბევრ რამეს, ეს ვთქვათ, შეიძლება აღიარებენ საკუთარ თავთან და ეს უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სასიხარულო არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნეგატიური, პირიქით პოზიტიურია, მაგრამ ნეგატიურად ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ თუ მაგალითად გავუძალიანდებით ან დავაიგნორებთ, ან მაინც ჯიუტად კი ვხვდები, რომ ანუ რაღაცაში მაგალითად არასწორი ვიყავი, მაგრამ ჯიუტად მაინც ანუ იხტიბარს აღარ ვიტეხავ, ხო? აი ეს რა თქმა უნდა იქნება ტყუილი ენერგიის ხარჯვა, ერთ წრეზე ტრიალი, არაფერს სახარბიელოს არ მოგცემთ, ერთიარად დროს დახარჯავთ და მეორე ამ დახარჯული დროს გამო მე პირიქით ანუ შეიძლება გაკვეთილებიც მიიღოთ, ხო? აქედან გამომდინარე, მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ვერძებთან. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსურად შეიძლება ვერძებს მიეცეთ ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ რაღაცა დამატებითი რაღაცა სამსახურიდან ან სფეროდან ან დამატებითი სამუშაოდან გამომდინარე გამოიმუშაონ თანხები, არ გამოურიცხავს საერთოდ რაღაცა კრეატიული მოიფიქრონ, არ გამოურიცხავს თანამოაზრეები, მეგობრები, ნათესავებთანაც გააკეთონ რაღაცა საერთო ბიზნესი. აქედან გამომდინარე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აქაც ეს ვთქვათ კონცენტრირდეთ, ანუ ზოგადად სიახლეებზე. თუმცა რა თქმა უნდა 27 მაისამდე, ანუ 27-ის არ გირჩევთ, პრინციპში 30 მაისამდე ახალი საქმეების წამოწყებას, კონტრაქტების გაფორმებას, დიდ შენაძენებს, ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ 27 მაისიდან, კი ბატონო, შეგვიძლია უკვე თამამად ვიყოთ, ახალი საქმეები წამოვიწყოთ და დიდი შენაძენების გავაკეთოთ, არ იქნება არანაირი პრობლემა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ახლა კონტაქტებს, ზოგადად კარგი პერიოდი არის ასევე ახალი ცოდნების მისაღებად და ის შესაძლებლობები, რომელიც რასაც წვალობდით მაგალითად დიდი ხნის მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის მანძილზე, ვერძებთან მომავალი 2 კვირის მანძილზე, განსაკუთრებით 27-დან მივა ძალიან დიდი ალბათობით ის შანსები, რომელიც მაგალითად ისეთი დოზით არ მიდიოდა აქამდე, როგორი დოზითაც ისურვებდნენ. თუმცა ესეც რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე არის, ეს ვთქვათ, დამოკიდებული, ხო? სამსახურეობრივი თვალსაზრისით ვერძებს არ გამოურიცხავ, რომ სამსახურეობრივი ცვლილებები გქონდეთ. საერთოდ არ არის გამორიცხული. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ ასევე ჯანმრთელობას ვერძებო. ჯანმრთელობის მხრივ აი უფრო ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის სუსტი და აუცილებელი არის, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობა არ დაიგნოროთ და პირველ რიგში ჯერ მაგას მოусმინოთ, თუ რაღაცა ჭირდება მიცეთ და მერე გავიქცეთ სამსახურში, ხო? აი ეს იქნება უფრო ამ პერიოდის აქცენტირებული თემა ვერძებისთვის და გადავიდეთ კურუებზე. გადავიდეთ კურუებზე, ну, პრინციპში ახლა მზე კუროშია და კურუები ტოპ ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები არიან. აქედან გამომდინარე კურუებისთვის პრინციპში აი აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ადამიანებმა გულსისხლძარღვთა სისტემას მიაქციონ ყურადღება 27-მდე განსაკუთრებით, არის რეალურად
ანუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ვისაც აქვს ანუ მსგავსი ქრონიკული პრობლემებზე გულისხმობ, რომ ანუ სასუნთ გზებს და გულს სისხლძარღვებს მიექციონ ყურადღება. სხვა მხრივ ყურუებისთვის ჰარმონიული პერიოდი იწყება 27-დან ფინანსური თვალსაზრისით, 27-დან ცოტათი შეიძლება ესეთი ქაოსური პერიოდი გქონდეთ, არაპროდუქტიული, შეიძლება გქონდეთ განცდა ყურუებს რაღაცა დროს ხარჯავენ ნეგატიურად ან ტყუილად. ასევე მნიშვნელოვანი პერიოდი არის ანუ შვილებთან ურთიერთობებში. შვილებთან ურთიერთობების თვალსაზრისით მიდის კარმული გადატვირთვა ყურუებთან. აქედან გამომდინარე, ეს კარმული გადატვირთვა ნიშნავს რას? ეს ახლა კარგია თუ ცუდი? არც კარგი არ არის, არც ცუდი არ არის, ეს არის უბრალოდ მოცემულობა, როდესაც ადამიანმა რაღაცა კონკრეტული ღირებულებები აირჩია შვილებთან ურთიერთობაში და მე უკვე ამისი კანონზომიერება დგება, ხო? ანუ ეს შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში კარგი, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ცუდი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე იმაზე არის დამოკიდებული ჩვენ რას ვაკეთებდით, ანუ რა ღირებულებები გქონდა, ან როგორ ვექცეოდით, ან საერთოდ შვილებთან ურთიერთობის მხრივ მაგალითად არ ვიცი, ვაქცევდით თუ არა ყურადღებას, გვიყვარდა თუ არა უპირობოდ და ამ შემდეგ არ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი შესაძლოა იყოს, მაგრამ აქაც რაც მოდის კარმული კანონზომიერება არის ყურუებთან და მათთვის არის რაღაცა მასწავლებელი, რომ რაღაცა ღირებულებებს ალბათ არ ვიცი შეაცვლევინებს, რაღაცა დამოკიდებულებებს შეაცვლევინებს და ეს არ უნდა იყოს მათთვის არავითარ შემთხვევაში ტრაგედია, ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე ყურუებს მოეთხოვებათ, რომ ანუ მეგობრებთან დაკავშირებით, ანუ სოციალურ კონტექსტში გასცენ ქველმოქმედება, ბევრ ადამიანებთან გქონდეთ კონტაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყურუ არის ცოტათი მძიმე ნიშანი, რომელსაც მაგალითად არ უყვარს მაინც და მაინც ანუ ბევრი მოძრაობა, ცვლილებები, ბევრ ხელთან კომუნიკაცია შეიძლება არ უყვარდეს ყუროს, მაგრამ ამ მომავალი 2 კვირის მანძილზე კარგი იქნება თუ უფრო მეგობრების გარემოცვაში გაატარებენ დროს, ხოლო 27 მაისიდან ყურუებთან ფინანსური თვალსაზრისით დგება ჰარმონიული პერიოდი და ის, რაზეც თქვენ დიდი ხანი არის მუშაობდით, შეიძლება არ ვიცი წვალობდით, ან ვერ გქონდათ ისეთი შედეგი, როგორი შედეგიც გსურდათ, რომ გქონოდათ, ან მოლოდინი როგორიც გქონდათ, 27 მაისიდან უკვე აი ეს შედეგები დაიდება თქვენთან და საბოლოო ჯამში აი ეს გრძელვადიანი შრომა, რომელიც შესაძლოა ფიქრობთ, რომ იყო რაღაც დონეზე დაუფასებელი, დაფასდება აუცილებლად და ფინანსური თვალსაზრისით კარგი პერიოდი არის ყურუებისთვის, თუმცა აქ შვილებთან დაკავშირებით რაღაცა ხარჯებს აჩვენებს, რაღაცა ემოციურ ფონს აჩვენებს, ხო, შიშები შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, აქაც ძალიან ეს თქვათ მნიშვნელოვანია. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ ყურუებმა ყურადღება მიაქციონ მოკლედ თავიანთ შვილებთან ურთიერთობას და ანუ ფინანსური თვალსაზრისით შეიძლება ასევე თქვენ შვილებს თქვენი დახმარება დაჭირდეთ და ეს მოცემულობაც არის კარმული, ანუ რაც მაგალითად აქამდე არ ვიცი, არ გაეცით, ან ვერ გაეცით, ეხლა შეიძლება მოვიდეს ეს ყველაფერი ამ კვირაში 27-მდე. აქედან გამომდინარე, ამას თუ გააპროტესტებთ, უფრო გაიზრდება ხარჯები, თუ არ გააპროტესტებთ და გასცემთ, მაშინ ამ შემთხვევაში არაფერიც არ გაიზრდება და პირიქით ჰარმონიული იქნება როგორც შვილებთან ურთიერთობა, ასევე მათი ცხოვრებაც. ყურუების შემთხვევაში, აქაც ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა ახალი იწყება, შესაძლოა იყოს კარიერული სიახლეები და თუ რაღაცა ახლის წამოწყება გინდათ კარიერული თვალსაზრისით ან ბიზნესის, მოკლედ 27-დან საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი იწყება, თუმცა მაინც უშუალოდ მოქმედებაში მოყვანას უფრო 30-დან გირჩევთ. რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, აქაც მომავალი 2 კვირის მანძილზე საკმაოდ ეს ვთქვათ ღირებულებათა სისტემა შეიცვლება, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ყურუებთანაც. თუმცა აქაც უფრო რაღაცნაირად შეიძლება ბუნდოვანი იყოს, ცოტათი ეგოისტური იყოს ყურუების შემთხვევაში. მომავალი 2 კვირის მანძილზე პარტნიორულ ურთიერთობებში რაღაც დამოკიდებულებები, ღირებულებები, თუმცა საბოლოო ჯამში ოჯახის წევრების ეს თქვა დახმარებით და ოჯახური ურთიერთობებით აი ამ სირთულეებს ან გაუგებრობებს გადალახავენ ერთმნიშვნელოვნად და აქედან გამომდინარე არის ჰარმონიული პერიოდი, ანუ ასევე კარგი პერიოდი არის ოჯახური შენაძენებისთვის, ოღონდ უფრო ივნისიდან უფრო უკეთესი იქნება ვიდრე მაგალითად მაისიდან.
აი ეს ფინანსური, ესე ვთქვათ, სირთულეები რაც არის, ანუ გაუთვალისწინებელი ხარჯები, ივნისიდან კი იწყება კარგი პერიოდი კურიებთან, მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯების პრობლემა შეიძლება რომ ივნისშიც გაგრძელდეს, თუმცა ივნისის ბოლოდან ეს გაუთვალისწინებელი ხარჯების მოცემულობა და შემდეგ, ანუ ესეც დასრულდება, ამიტომ კურიებს არ იგონოთ, რომ ეს მთელი წელი ესე გაგრძელდება, ხო? გადავიდეთ ტყუპებზე. ტყუპებისთვის ზოგადად სანამ ახლა მზე ტყუპებში გადავიდა, სანამ ზოგადად ტყუპების დაბადების დღე დადგება, ხო? აქ ცოტათი შეიძლება უენერგიობის პერიოდი იყოს, შესაძლოა გამოფიტულად გრძნობდნენ თავს, ან შეიძლება უბრალოდ мотиваციის ნაკლებობა გქონდეთ, ხო? ანუ ხასიათის თვალსაზრისით არის ეს მოცემულობა ტყუპებთან, განსაკუთრებით აი ეს ტყუპები, რომლებიც არიან მაისში დაბადებულები, აი მათთვის უფრო турბულენტური იქნება ეს მომავალი 2 კვირა და აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მაქსიმალურად აქაც ყურადღება მიაქციოთ კომუნიკაციას, თქვენ სიტყვებს, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება შეცდომა დაუშვან ტყუპებმა. ეს ამ შეცდომას გულისხმობ და ანუ შეცდომაში უფრო იგულისხმება რაღაცა თავისკენ გადაკაჩონ, ხო? საბანი, რაღაცა ეგოიზმი გამოავლინონ, სიყვარულის გაცემა დაავიწყდეთ, აქ მნიშვნელოვანი არის ეს, ზოგადად ოჯახური და კარიერული ღერძი ტყუპებთან არის აქცენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე, აი ეს ბოლო პერიოდებში, ანუ კარმული თვალსაზრისით, რაც ტყუპებმა ააშენეს ოჯახურად, კარიერულად, სიყვარულის თვალსაზრისით, სულიერი პრინციპების, ღირებულებების კონტექსტში, ამ ენერგიის აკუმულირება მოხდება, რა თქმა უნდა, კარგისაც და ცუდისაც და ვიღაცა შეიძლება ძალიან კარგ უკურიაქციას მიიღებს, ვიღაცა პირიქით ნეგატიურს. ეს უკვე იმაზე არის დამოკიდებული ადამიანმა რა არჩევანი გააკეთა ბოლო 3 თვის მანძილზე, ანუ რა ირჩია, რა გზით წავიდა, ხო? საბოლოო ჯამში აქაც რაღაც ახალი იწყება, ანუ სიახლეების პერიოდი არის ძველი ყველაფრის მოშორების ტყუპებთან და რაღაცის ახალ ეტაპზე გადასვლის. აქედან გამომდინარე ტყუპების ურთიერთობები, ასევე მეგობრული ურთიერთობები, ანუ სამსახურეობრივი ურთიერთობები, ასევე ურთიერთობები, რომელიც ანუ არის ესე ვთქვათ, ანუ სოციალურ კონტექსტში, ხო? ანუ სოციალურ კონტექსტში გულისხმობ, ეს შეიძლება იყვნენ თანამშრომლები, ყოველდღურად შემხედრი ადამიანები. აი ამ ურთიერთობების გადატვირთვა ხდება ერთმნიშვნელოვნად. აქედან გამომდინარე, აქაც ტყუპების შემთხვევაში არის ესე ვთქვათ, მაჩვენებელი, ესე ვთქვათ, როდესაც სამსახურეობრივი კარიერული თვალსაზრისით ითხოვს რაღაცა სიახლეებს და აქაც კარიერული განვითარება და ზოგადად მატერიალური განვითარება ტოლი არის, ანუ სულიერი განვითარების, ხო? ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ ტყუპების შემთხვევაში, რომ თუ მაგალითად ადამიანი კარიერულად წინ ვერ მიდის, ან ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში, ან კარიერულად რაღაცა სერიოზულ სირთულეებს აწყდება, ამ შემთხვევაში ესე იგი სულიერების კონტექსტში, ან პასუხისმგებლობის თვითდისციპლინის კონტექსტში რაღაცა აქვს დასამუშავებელი და რაღაცის გამო სამყარო, ანუ მუდმივად ერთ წელზე ატრიალებს. და ეს ერთ წელზე ტრიალი ტყუპებთან შეიძლება ეს ბოლო 1 წელი არის გრძელდება, ხო? აქედან გამომდინარე, თქვენ თუ არ შეცვლით რაღაცას, მაშინ ამ შემთხვევაში შეგაცვლებინებთ და როცა შეგვაცვლებინებს ხოლმე, ანუ როცა გვაიძულებს, ეს რა თქმა უნდა არ არის ჰარმონიული და ეს რა თქმა უნდა რაღაც დონეზე კრიზისული არის და არ გვსიავნებს ახლა იძულება არც ერთ ადამიანს, ხო, გვირჩევნეთ ჩვენებით ვაკეთოთ რაღაცა, ვიდრე გაგუკეთებინონ. ამიტომ თქვენი კომუნიკაცია, როგორც საკუთარ თავთან, თქვენი პასუხისმგებლობები, ადამიანებთან კომუნიკაციები, ასევე მეგობრებთან ურთიერთობები, ანუ იტვირთება, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ნეგატიურად არის ან დაცაბულად არის, პირიქით, ჰარმონიული პერიოდი იწყება უკვე ტყუპებისთვის და ყველაზე რთული პერიოდი, ანუ საბოლოო ჯამში უკვე გადალახული არის, მაგრამ აი უკვე ნელ-ნელა თქვენი დაბადების დღიდან თითოეული ადამიანი ან ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენელი იგრძნობს, რომ აი ეს ისე ვთქვათ, რთული პერიოდები გადავიდა და რაღაცნაირად დათვებიან, ხო? რაც შეეხება ტყუპები, რომლებიც არიან 15 ივნისიდან 21 ივნისამდე დაბადებული ტყუპები, ამ ადამიანებს რთული პერიოდი აქვთ. ამ ადამიანებს რთული პერიოდი უგრძელდებათ
მთელი ივნისის შუა რიცხვებამდე ეს სოციალური თვალსაზრისით და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას და ის პასუხისმგებლობები, რომელიც აკისრიათ, მაქსიმალურად პირნათლად შეასრულონ, თუ უნდათ, რომ ჰარმონიულად გადალახონ ეს ვთქვათ, ეს რთული პერიოდი და ასევე აქაც ტყუპების შემთხვევაში, ანუ სულიერი ღირებულების თვალსაზრისით, ანუ ყოველდღიური მარტივი არჩევნები, ჩვენ რაც გვაქვს, ეს 15-დან 21-მდე დაბადებულ ტყუპებზე არის საუბარი, რა ღირებულებს ირჩევთ? ანუ აქ ესე ვთქვათ, უკვე შემიძლია რომ ანუ ქრისტიანულ კონტექსტში წავიდე, ხო? ანუ გშურს თუ არ გშურს, არიდებ თავს პასუხისმგებლობებს თუ პირიქით იღებ, ხო? ამ პასუხისმგებლობებს საკუთარ თავს და არა პროტესტებ. აი აქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის, ანუ სხვა ადამიანებს როგორ ექცევი, ანუ ხარ თუ არა კეთილსინდისიერი, სადაც ხარ. ანუ ბევრი ფაქტორი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ ყველა სფეროში, კონტექსტში, ასევე მეგობრებთან ურთიერთობებში, ან ტყუპებთან მოვა რაღაცა კონკრეტული კარმული კანონზომიერებები, თუმცა რომ თქვა, რომ ახლა ნეგატიური პერიოდი აქვს და რაღაცა კატასტროფა, ну ესეთი რა თქმა უნდა არაფერი, მაგრამ ასევე პარტნიორულ ურთიერთობებშიც არის, ესე ვთქვათ, რაღაცა ღირებულებათა სისტემის ცვლილება და 27-მდე მიღებული არჩეული ღირებულებათა სისტემა ტყუპების შემთხვევაში, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში, ხო? ეს მე როგორ გრძელვადიან პერსპექტივაში იქონიებს გავლენას. ანუ აი აქაც საუბარი გვაქვს, ანუ კარგის და ცუდის პრინციპზე, ხო? ანუ ყოველდღიურ არჩევანს შორის, ანუ კეთილსინდისიერი თუ არ არის. ეხლა რაც შეეხება აქ ოჯახური თვალსაზრისით არ გამორიცხავ რომ აქ იყოს სახლის შეცვლაც, გადაადგილება ტყუპებისთვის, ან ქალაქის შეცვლა, ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც არის აქ ცვლილებები და საბოლოო ჯამში მე ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ყურადღება დავუთმოთ სამსახურს და იმ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, რომლებიც მოვიდა, თუ თავს აარიდებთ, უფრო გამწვავდება და უფრო დაგემატებათ ეს პასუხისმგებლობები, თუ თავს არ აარიდებთ, ამ შემთხვევაში პირიქით, ჰარმონიულად, მარტივად დაასრულებთ ამ პასუხისმგებლობებს და მე სამყაროსგანაც მიიღებთ საჩუქრებს და აქ უკვე ჩვენ საუბრობთ, ანუ გავდივართ იმაზე, რომ ანუ რამდენად ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და ზოგადად ადამიანის ბედზე კონკრეტული ადამიანის არჩევანი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. და გადავიდეთ კირჩხიბებზე. კირჩხიბებისთვის პერიოდი ცოტათი ესე ვთქვათ, მომავალი 2 კვირა აქაც რთული არის, ანუ სანამ რაღაც დაბადების დღე იქნება კირჩხიბების აქაც მოკლედ არის ენერგეტიკული გამოფიტვა შეიძლება იყოს რაღაც ესე ვთქვათ, ცოტათი ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც რაღაცა პრობლემატური ურთიერთობები, ასევე კირჩხიბებთან არის, ასე ვთქვათ, ნათესავებთან ურთიერთობების გადატვირთვა, განათლების თვალსაზრისით, ანუ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ასევე გადატვირთვა, აქვთ შანსი, რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე, ანუ აი ეს მიღებული ცოდნა, გამოხატული პროფესიონალიზმი, რაც მათ აირჩიეს მთლიან 2025 წლის მანძილზე და რასაც თქვენ აკეთებდით, ეს ენერგია აი ამ ენერგიის აკუმულირება მოხდება და შესაბამისად მიიღებენ კირჩხიბები პიროვნულ აღიარებას ან ჰარმონიულ ან ნეგატიურ კონტექსტში. გაჩნია ამას, ესე ვთქვათ, რა დავთესეთ, რა ავაშენეთ და საერთოდ დავაშენოთ თუ არა რამე, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კირჩხიბებს მოეთხოვებათ, რომ თავიანთი სულიერი გამოცდილება გააზიარონ და გასცენ. იქიდან გამომდინარე, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს აქვს ის ენერგია და ის თანდაყოლილი უნარი და ცოდნა, რაც დღეს მდგომარეობით მოეთხოვება კაცობრიობას. აქედან გამომდინარე აუცილებელი არის, რომ კირჩხიბებმა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ადამიანებს გაუწიონ ფსიქოლოგიური სულიერი დახმარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ზოდიაქოს აქვს კონკრეტული დანიშნულება. კირჩხიბებს ეუბნება ასწავლე, ანუ უპირობო სიყვარული, აი ეს ესე ვთქვათ, კირჩხიბები უფრო ბავშვური ტიპები არიან, მთელი ცხოვრება შეიძლება ანუ შინაგანად ბავშვად დარჩნენ, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ეს მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც დონეზე ცოტათი უმანკო, რაღაცა ბავშვური ენერგიები გასცენ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს არ შეუძლია, ანუ უკვე დიდი ხანია დაავიწყდა და აღარ ახსოვს აი ეს რაღაცა მატერიალური ცხოვრების ტურბულენტობიდან გამომდინარე. კირჩხიბების შემთხვევაში, ანუ დიდი პასუხისმგებლობები არის ამ მხრივ, ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები, ასევე კირჩხიბებთან მიდის სერიოზული ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, სულიერი ტრანსფორმაცია, ზოგადად მსოფლმხედველობითი, მომავალი 2 კვირის მანძილზე და ბევრი რამე
შეიძლება შეიცვალოს მათთან ბევრ რამესთან, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებები ხო, ღირებულებები. ბევრ რამეს შეიძლება მიხვდნენ კიდევაც კირჩხიბები, ან საკუთარ თავში აღმოაჩინონ, მაგალითად რაღაცა ნიჭები, ამიტომ კირჩხიბებს ურჩევდი, რომ თუ რაღაცის სწავლას დაიწყებთ, ძალიან კარგი იქნება, ან თქვენში არსებულ პროფესიონალისტს, რომელიც გააქვთ, გამოავლენთ და ხალხს დაეხმარებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ იქნებით ჭრდილში, იმიტომ რომ ინტროვერტია კირჩხიბი და არ უყვარს სოციალური აქტიურობა, ხო? ანუ შეუძლია რომ სულ სახლში იყოს, შეუძლია ადამიანებს არ ეკონტაქტოს, თავის სამყაროში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეს თქვენი სამყარო უნდა გამოხვიდეთ და თქვენი სამყარო უნდა აჩვენოთ სხვა ადამიანებს, შემოიპატიჟოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ჭირდებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კირჩხიბებთან, რაც შეეხება კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით ჰარმონიული ორი კვირა არის კირჩხიბებთან. ზოგადად ფინანსური თვალსაზრისით ეს ვთქვათ პოტენციალი მომავალი ორი კვირის მანძილზე მზრდადი არის კირჩხიბებთან და ამის პრობლემა საერთოდ არ არის ფინანსების, თუმცა კარიერული თვალსაზრისით 21 და 22 ივნის ვინც არის დაბადებული კირჩხიბი, აი ამ ადამიანებს წოთი რთული პერიოდი შეიძლება რომ დაუდგეთ და ეს რთული პერიოდიც არის კარმული კანონზომიერება. ან პირიქით უფრო მეტ პასუხისმგებლობის დაგაკისრებენ, თუ მაგალითად აქამდე არ გქონდათ ბევრი პასუხისმგებლობები, ან კიდევ შეიძლება პირიქით, ხო, ანუ ცოტა რთული რაღაცები შეგიზღუდონ მაგალითად ან რაღაცა პრობლემა იყოს ხო სამსახურში. ესეც უკვე კარმული თვალსაზრისით არის. ან თუ თქვენ კეთილსინდისიერად დასრულებთ თქვენს სამუშაოს, რაც გევალათ, ამ შემთხვევაში ჰარმონიული პერიოდი დადგება. მაგრამ თუ თავს არიდებდით, ან მუდმივად ცდილობდით, რომ ის პასუხისმგებლობები ეს თქვა არ შეგესრულებინათ, რასაც გავალებდნენ, ამ შემთხვევაში ორმაგად დაგაწვებათ და ამის გამო შეიძლება ხელფასი არც მოგიმატონ და ყველაზე ცუდი რაც არის ამაში არ უნდა გააპროტესტოთ. არც უნდა გააპროტესტოთ, თუ გააპროტესტებთ უარესი იქნება, ხოლო თუ არ გააპროტესტებთ, მე ეს თავისით გაქრება ისე რომ შეიძლება ვერც გაიგოთ. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის, ხოლო რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, ნუ პარტნიორულ ურთიერთობებში პრინციპში, ანუ ნეიტრალური პერიოდი არის შემიძლია თქვა და აქაც კირჩხიბების ეს ვთქვათ, უფრო ენერგია მიმართული არის კარიერისკენ, რაღაც უმაღლეს პასუხისმგებლობების აღებისკენ, თავიანთი ცოდნების გაცემისკენ და ადამიანების დახმარებისკენ, ხო? ნუ კარიერულად შეიძლება იყოს წინსვლა, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ეს ვთქვათ, რაღაც ახალი პერსპექტივები, თუმცა აქაც რა თქმა უნდა ჩვენს ღირებულებათა სისტემაზე არის დამოკიდებული და ღირებულებათა სისტემა კირჩხიბების შემთხვევაში ეს მომავალი ორი კვირის მანძილზე ცოტა რთულად, სტრესულად და კრიზისულად იცვლება. რაც ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ჰარმონიული შეიძლება არ იყოს, ანუ ჰარმონიულში გულისხმობ იმას, რომ უცბად შეიძლება მოვიდეს დარტყმა, ანუ ტურბულენტურად ექსტრემალურ პირობებში შეიძლება რომ მოუწიოთ, ხო? რაღაცების ცვლილება და ეს კირჩხიბებისთვის რა თქმა უნდა სტრესული არის, იმიტომ რომ 7 ნიშანი არის და არ უყვარს ეს ექსტრემალური პირობები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს ვერ გაართმევს, ხო? გაართმევს თავს, მაგრამ აი ეს პარტნიორული ურთიერთობები რაღაც დონეზე შეიძლება იყოს იძულებაც კი, რომ ადამიანმა რაღაცა ახალი გააკეთოს. ასევე მომავალი ორი კვირის მანძილზე კირჩხიბებთან არის ფარული მტრების ალბათობა და ფარული მტრები გეყოლებათ, გაგიაქტიურდებიან, განსაკუთრებით სამსახურში და აქედან გამომდინარე, აი ეს ფარული მტრები ფარული მტრებისგან თავის დაცვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კეთილსინდისიერი პროფესიონალიზმით. აი პროფესიონალიზმში თუ რაღაცას ეს ვთქვათ ვერ გააკეთებთ ან არ გააკეთებთ, ხო, სწორად. აი ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენმა მტრებმა ამით დრო იხელთონ და ეცადონ რომ რაღაცა დაგიზიანონ, ან წავიდნენ და უბრალოდ გაიქცნენ. ამიტომ პროფესიონალიზმი გამოავლინეთ და თუ რაღაცა იმ კონკრეტულ საქმიანობაში ფიქრობთ, რომ მაგალითად არ ახართ ისეთი პროფესიონალი, როგორცაც ისურვებდით, ამ შემთხვევაში ზუსტად იმ სუსტ წერტილზე კირჩხიბება მომავალი ორი კვირის მანძილზე უნდა დაიწყონ მუშაობა, რასაც შეიძლება დღეს ვერავინ ვერ ამჩნევს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს სუსტი წერტილი გააქვთ, ხო? აი ამ სუსტი წერტილის ეს ვთქვათ მოვლა და ამ სუსტი წერტილის გაძლიერება უნდა დაიწყონ კირჩხიბებმა. ანუ სხვა მხრივ ჰარმონიული პერიოდი არის, არ არის ნეგატიური პერიოდი კირჩხიბებთან. 21 და 22 ივნის დაბადებულ კირჩხიბებს აქვთ უბრალოდ ცოტა ისეთი მოკლედ რთული პერიოდი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ხო და გადავიდეთ ლომებზე. გადავიდეთ ლომებზე, ну ლომებთან სერიოზული ეს ვთქვათ ტურბულენტურობა არის. აი ახლა ლომების შემთხვევაში ლომებს არ აქვთ მარტივი პერიოდი. ოღონდ აქაც კონკრეტულ ლომებს არ აქვთ მარტივი პერიოდი, ანუ ლომები რომლებიც არიან
23-24 ივლისს დაბადებული ლომები, ასევე 25 ივლისს დაბადებული ლომები, ესე ვთქვათ, ლომებსაც არ აქვთ მაინც და მაინც ესე ვთქვათ, ჰარმონიული პერიოდი, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში არის სერიოზული კრიზისები, რომელიც გულისხმობს ადამიანის ტრანსფორმაციას. ეს პერიოდი დაიწყო რეალურად 1 წლის წინ ეს სირთულეები და ეხლაც გრძელდება, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ისეთი დოზით აღარ გრძელდება, როგორც წინა წელს იყო. წინა წელს უფრო ესე ვთქვათ, დარტყმა იყო, ეხლა უკვე არის გაცნობიერება, ხო? აქედან გამომდინარე ტრანსფორმაციული პერიოდი არის, თუმცა აი ამ ტრანსფორმაციული პერიოდის შემსუბუქების ასპექტებიც არის ლომებთან. მეგობრები, ანუ თამაშობენ ჰარმონიულ როლს, ესე ვთქვათ, ლომების შემთხვევაში აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემების გადასაჭრელად. აქედან გამომდინარე თქვენი ჰარმონიული ესე ვთქვათ, გამოსავალი გადის უფრო მეგობრებზე, რომ აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებში ესე ვთქვათ, გადაჭრათ ის პრობლემები, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იმიტომ რომ ლომები უფრო ამაყინიშნებიან და შეიძლება რომ არ უნდოდეთ, ხო, რომ ესე ვთქვათ, აფიშირება გააკეთონ თავიანთ, ან ვინმესთან ისაუბრონ, ანუ ლომებს საუბარი ერთნიშნულად დაეხმარებათ. 27-დან ლომებთან ჰარმონიული პერიოდი დგება, მაგრამ 27-მდე ცოტათი რთული პერიოდი აქვს, აი ეს ესე ვთქვათ, ცოტა რაღაცა ემოციური დაძაბულობაც, ცოტა აგრესიაც შეიძლება გქონდეთ სამსახურეობრივად და ზოგადად ეს ქაოსი. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ ეხლა 27-დან ლომებმა მაქსიმალურად დასოგონ ენერგიები, არ გადაიტვირთონ, პირიქით ისეთი რაღაც აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ, ეცადეთ, რომ თუ ყველაფერმა დაგყავთ, უბრალოდ ყველაფერი გვერდზე გადადეთ, აი ეს კარიერულიც და აი შემდეგ 27-მდე და დაუთმეთ დრო სულიერ სიმშვიდეს, იმიტომ რომ სულიერი თვალსაზრისით და ეს ტრანსფორმაციის პერიოდი არის, ხო, ანუ სულიერი ტრანსფორმაციის და ჩაუყროთ თქვენ სულიერ მდგომარეობას. აი მან დრო დაალაგებთ რაღაცებს და მოაგვარებთ და მან დრო დამშვიდდებით, ხო? აი მერე უკვე ფინანსები, ანუ სამსახურეობრივი, ესე ვთქვათ, რაღაცა სირთულეები, ხო? ავტომატურად თავისით მოგვარდება, იმიტომ რომ ჩვენს ცხოვრებაში როცა რაღაცა გავაკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა ხა სამსახურის წარმატებას მივაღწიოთ, მაგალითად რაღაცა თანხები გამოვიმუშავოთ ან პარტნიორულ ურთიერთობებში, ხო? ამისათვის გჭირდება ენერგია და ენერგია თუ არა გვაქვს, მე უკვე ფინანსებიც უკან მიდის და ყველაფერი, ხო? და პირველი, როცა ადამიანის ცხოვრება უკან სლას დაიწყოს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ დავისვენოთ ჯერ, ენერგიები აღვდგინოთ, იმიტომ რომ გამოფიტულ ენერგიაზე მე კიდე საკუთარ თავზე ვძალადობთ, ხო? ესე ვთქვათ, და ეს არ არის, ხო? უარესად ვიფიტებით და უარესად უკან მივდივართ. აქედან გამომდინარე, ლომების შემთხვევაში არის ნამდვილად ეს ვთქვათ, მსგავსი ენერგეტიკული გამოფიტვა 30 მაისამდე ჩემი რჩევა იქნება, რომ დაზოგონ ენერგიები, მაქსიმალურად დაისვენონ, განსაკუთრებით აი ფსიქოლოგიურად სულიერად დაისვენონ. ეხლა მაგალითად შეიძლება ადამიანი არ მუშაობდეს, მაგრამ სულ ქაოსში იყოს და ხმაურში იყოს, ეს ამ დასვენებას არ გულისხმობ, განმარტოდნენ თავიანთ შინაგან სულიერ მდგომარეობას ჩაუღრმავდნენ, ასევე ფინანსებს რაც შეეხება, არ გირჩევთ რაღაცა დიდი შენაძენების გაკეთებას ლომებო, მომავალი 2 კვირის მანძილზე, ნუ ივნისამდე არ გირჩევთ, პრინციპში არც ივნისში არ გირჩევთ დიდი შენაძენების გაკეთებას, აი რაღაცა ეს ვთქვათ, არ ვიცი, მაგალითად უძრავი ქონების შეძენას, არა იმებს გავსი, ხო, ეს არ არის მაინც და მაინც უფრო რეკომენდირებული, ასევე ფულის სესხებას ან გასესხებას ლომებს ასევე არ ურჩევ, ხოლო რაც შეეხება კარიერული თვალსაზრისით, აქ არის რაღაცა სიახლეები, რომელიც უკვე ივნისიდან დადგება და აი ეს სიახლეები შეიძლება იყოს, რომ უფრო აღიარებული გახდეთ, უფრო წარმატებული გახდეთ, ამიტომ ივნისამდე აუცილებელი არის, რომ ივნისისთვის ენერგიები მოაგროვოთ, აღიდგინოთ, დამშვიდდეთ შინაგანად და რაციონალური ნაბიჯები გადადგათ, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსურად არ არის ნეგატიური პერიოდი ლომებისთვის, არც ეხლა. პირიქით, რაღაცა ახალი შესაძლებლობები შეიძლება დადგეს, ახალი შანსები, რომ გამოავლინონ თავიანთი პროფესიონალიზმი, თუმცა ამან შეიძლება მყისიერად არ მოიტანოს ეს ფინანსები და ეს მომავალი 2 კვირა მაინც ფინანსურად ცოტათი турბულენტური არის და უფრო რაღაცა ხარჯების პერიოდი არის, თუმცა ეს არ არის პრობლემა. საბოლოო ჯამში ეს რთული პერიოდი, ანუ ფინანსურად საბოლოო ჯამში, ანუ ივნისიდან დასრულდება
განსაკუთრებით ხო აი იუპიტერ რო გადავა კირჩხიბში, მოკლედ 10 ივნისს გადადის იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში და მე უკვე დასრულდება. ანუ 10 ივნისამდე ცოტა ეს турბულენტურობა არის, მაგრამ მანამდე დაზოგეთ ენერგიები, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას აუცილებლად. არ გეგონოთ თუ ეხლა თუ რაღაცას არ გააკეთებთ, აი რაღაცას ასწრაფოთ, მე უკვე შანსი აღარ გექნებათ. პირიქით, მე უფრო კარგი შანსი გეძლევათ ლომებს ფინანსური თვალსაზრისით, ასევე კარიერული თვალსაზრისით. ამიტომ არ შეგეშინდეთ, რომ თუ ეხლა რაღაცა ისე ვერ არის, როგორც გინდათ რომ იყოთ. ნუ თავარი ენერგიები დაზოგოთ, ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა მხრივ პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონიული პერიოდი არის ლომებთან. პირიქით, კარგი არის რაღაცა ისეთი ასე ვთქვათ, რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ თქვენი ურთიერთობა და საერთოდ უფრო კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანს დაუთმობთ დროს ამ 2 კვირის მანძილზე, ნუ ივნისამდე ყოველი შემთხვევისთვის, ეს ძალიან კარგი დადებითი ენერგიები დაგმოხტავთ. მაგრამ თუ აი არ დაისვენებთ, არც ურთიერთობებს არ დაუთმობთ დროს, მხოლოდ საქმეს ჩაიძირებით, ამასთან ჭიდაობას დაიწყებთ, უფრო და უფრო გამოიფიტებით და უფრო და უფრო უკან წავა ეს ფინანსური მდგომარეობა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც მომენტებში გაჩერება ვისწავლოთ ხოლმე. და გადავიდეთ ქალწულებზე. გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულებზე მთავარი აქცენტირებული თემა არის ეს პარტნიორული ურთიერთობები. პარტნიორული ურთიერთობები ზოგადად ქალწულებთან ვერ დასრულდა, მოკლედ 2023 წლიდან მოყოლებული, ანუ სულ რაღაც ეს თქვათ, ანუ პრობლემა არის. გრძელვადიანი, მრავალწლიანი პრობლემა არის ქალწულებთან ამ პარტნიორულ ურთიერთობებში. თუმცა საბოლოო ჯამში აქ არის მოცემულობა როგორი, ან ეს ურთიერთობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე, ან არ და საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს. და აი ეს მომავალი 2 კვირა ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი არის და მოვლენებით ახსოვსე იქნება ქალწულების ცხოვრებაში. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ აპატიოთ პარტნიორს მინიმუმ, თუ სხვა რაღაც არ შეგიძლიათ, ანუ პატიება ძალიან მნიშვნელოვანია და კარმულად, ანუ ამას ითხოვს თქვენგან. ხოლო მანამ სანამ არ აპატიებთ, აი რაღაც ეს წამოკიდებული გექნებათ ეს ადამიანი და ვერც იქეთ ვერ წახვალთ, ვერც აქეთ ვერ წამოხვალთ, ხო? ანუ თქვენ თვითონ საკუთარ თავსაც დაიტანჯეთ, მასაც დაატანჯავთ და საბოლოო ჯამში აქ ერთ წრეზე ტრიალი წავა. აქედან გამომდინარე ეს პარტნიორული ურთიერთობები არის პრობლემატური, ასევე ფინანსებს უნდა მიაქციონ ქალწულებმა ყურადღება. არ გირჩევთ მომავალი 2 კვირის მანძილზე რაღაცა ეს თქვათ სერიოზულ ხარჯებს, მაგალითად ან დიდი შენაძენების გაკეთებას, ესეც მნიშვნელოვანი არის. ასევე ფულის სესხებას, გასესხებას არ ურჩევ ქალწულებს. რაც შეეხება ფინანსური თვალსაზრისით, ანუ ახლებური გზით ქალწულებთან მოვა ფინანსების, ანუ არ ვიცი, დამატებით საშუალება, რომ დამატებით გამოიმუშავონ ხო თანხები, ან შეიძლება სამსახურში მოუმატონ ხელფასი, ან ახალი სამსახურის შეიძლება რომ ნახონ უკეთესი. კარიერულად ერთნიშნულად პოზიტიური ცვლილებები იქნება უკვე ივნისიდან, აი 1 ივნისიდან. ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც უფრო მეტი შანსი მიეცემათ, რომ უფრო მეტი ფინანსები გამოიმუშავონ ვიდრე აქამდე, მაგრამ პიროვნულად საკმაოდ დაიღლებიან და რაღაც დონეზე აი ცოტა დაიპრესებიან, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, ხო? ნუ ჯანმრთელობაში გულისხმობ განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და სამსახურებრივად აი ამ კონფლიქტებს მიაქციონ ასევე ყურადღება. პარტნიორულ ურთიერთობებში მოკლედ ეს ღირებულებების გადაფასების ესე ვთქვათ პერიოდი მიდის და ქალწულებთან აი აქაც ითხოვს რაღაცნაირად თითქოს რაღაც დიდი მსხვერპლი უნდა გაიღონ, ხო? და ეს მსხვერპლი რო არ გაგვაღებინოს და ეს რო არ იყოს ის მსხვერპლი, რომელიც არავის არ არგია არაფერში, ხო? და რომელიც ანუ იძულებითია, ამ შემთხვევაში აუცილებელი არის რომ აპატიოთ ის რაც წენა გქონდათ, თუ მაგალითად აპატიებთ, არ ვიცი, გაუშვით, მაგრამ ის რომ ვერ პატიობდეთ და თან არც უშვებდეთ, ნუ ესეც არ არის, მაგრამ თუ შეგიძლიათ რომ აპატიოთ და დაიტოვოთ, ესეც მშვენიერი იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ უკვე აი ეს დაბნელებები, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ ანუ აკუმულირება მოხდება ამ პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორც ეს თქვათ აშენდა ბოლო 3 თვის მანძილზე, ამ კონტექსტში უკვე ან ახალ ეტაპზე გადავა, ან დაიშლება და მერე სხვა რაღაცა დაიწყება, ხო? ანუ აქ საბოლოო ჯამში რაღაცა დასასრული უნდა გქონდეს. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის პირიქით. ბევრი შანსი გამოუჩნდებათ ქალწულებს, რომ ფინანსურად მიაღწიონ წარმატებას, თუმცა ფინანსური და კარიერული წარმატება ერთნიშნულად არის იმაზეც დამოკიდებული, აი ამ პერიოდში, ანუ კარმულად პარტნიორულ ურთიერთობებში რამდენად შეასრულებენ იმას, რაც ევალებათ, ხო? ეს მოკლედ საკმაოდ მნიშვნელოვანია.
და გადავიდეთ სასწორებზე. გადავიდეთ სასწორებზე, სასწორები, რომლებიც არიან სექტემბერში დაბადებულები 22, 21, 23 სექტემბერს დაბადებული სასწორებისთვის საკმაოდ ისეთი პერიოდი არის მომავალი 2 კვირა, ცოტა კარმულ პერიოდს გადიან, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე შესაძლოა რაღაცა ტყუილის და მართალის გარჩევა უჭირდეთ სასწორებს, ანუ მომავალი 2 კვირის მანძილზე არის ნამდვილად ეს ტენდენცია. ასევე არ გამორიცხავ აქ მოგზაურობებს, არის სასწორებთან მომავალი 2 კვირის მანძილზე, ივნისის თვეშიც, ასევე მაისის თვეშიც, ანუ მოგზაურობები და ჰარმონიული პერიოდი იქნება მოგზაურობებისთვის, რაღაცა ახლის შესასწავლად, რაღაცა ახლის წამოსაწყებად. ანუ სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება რომ გადავიდეს ახალ ეტაპზე, ანუ კარმული თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ადამიანის ცხოვრებაში, ან პირიქით, საკმაოდ დაძაბული. დანარჩენი სასწორებისთვის, ანუ ჰარმონიული პერიოდი არის, როგორც მეგობრებთან ურთიერთობებში, ასევე სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში, თუმცა აქ მაინც რაღაცის გაღება უწევთ, ანუ თავი ბოლოს საბოლოო ჯამში, ანუ ის რომ მხოლოდ ესე ვთქვათ, მარტივად მიიღონ, ეს მოცემულობა არ არის სასწორებთან, მაგრამ ნამდვილად არის შანსი, რომ მიიღონ ის რაც უნდა, თუმცა რაღაც აუცილებელი არის, რომ ესე ვთქვათ, ანუ გაცემაც ისწავლონ, ხო? ანუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ სასწორებს გაცემა არ შეუძლიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ითხოვს, თუ ალბათ არსებობენ სასწორები, ვისაც არ შეუძლია, ხო? აი ვისაც არ შეუძლია, მათთან იქნება რაღაც დონეზე პრობლემა, ხოლო ვისაც შეუძლია, მათ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ იქნება და პირიქით ჰარმონიულ კურეაქციას მიიღებენ სამყაროსგან. საბოლოო ჯამში რაღაც მეგობრებთან ურთიერთობები რაღაცა ჰარმონიულ ეტაპზე გადადის, ახალი რაღაცის შესწავლა შეიძლება რომ დაიწყონ სასწორებმა და საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი არის, ანუ ახალი ცოდნების მისაღებად, ესე ვიტყოდი, ან არსებული პროფესიონალიზმის გასაღრმავებლად. ფინანსური თვალსაზრისით, ანუ ხარჯებით ახსოვსი არის სასწორებისთვის, ეს მომავალი 2 კვირა და ფინანსურად ცოტათი რთული არის და ტურბულენტური. აქედან გამომდინარე, გაუფრთხილდით ხარჯებს, ასევე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას სასწორებო, იმიტომ რომ ახლა დიდი ხნის ესე ვთქვათ, მოუგვარებელმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი, ან დაგროვილმა რაღაცა ესე ვთქვათ, მიუხედავმა რაღაცა ჯანმრთელობის რაღაცა კონკრეტულმა მხარემ, ხო? ამიტომ ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ ყურადღება, უფრო ჰარმონიული იქნება თუ დროს, აი მაგალითად მოგზაურობაში რაღაც ახალი შემეცნებითი აქტივობებს დაუთმობენ, შემეცნებით აქტივობებს, ან რაღაცა ახლის შესწავლას დაიწყებენ, მაგრამ ახალი ცოდნები სასწორებთან მოვა მომავალი 2 კვირის მანძილზე, ან შანსები მოვა, რომ ეს ახალი ცოდნები მიიღონ, ხო? რასაც რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ უარს იტყვიან და არც უნდა თქვან უარი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ჰარმონიულად მოვა და მარტივად. პარტნიორულ ურთიერთობებში არის რაღაცა კარმული კანონზომიერება, ანუ დანარჩენი ახლა თქვენი ღირებულები ახლა მინდა, არ მინდა, ხო, ამას რა თქმა უნდა თქვენთან გადააფასებთ. დანარჩენი განვითარებული მოვლენების მხრივ, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში შეგიძლიათ რომ უკვე იყოთ აქ დამკვირვებლის პოზიციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცეები, რაც თქვენს ხელში არის, კი ბატონო, ანუ შეიძლება რომ გააკეთოთ, მაგრამ იქნება კიდევ რაღაცეები, რაც არ არის თქვენს ხელში. და აი ამ მხრივ უნდა იყოთ დამკვირვებლის პოზიციაში. და რას ნიშნავს ეს, ანუ ვაკვირდები, რაღაცა ხდება, ანუ ჩემთვის არ არის ხო თქვა ხელსაყრელი. ესე იგი, რაღაცა, ანუ იგივე მოხდა გაკეთებული, ან რაღაცას ითხოვს ჩემგან სამყარო, ხო? რომ გავაკეთო. იქ ამისი დაპროტესტება, ამაზე ჩხუბი და შემდეგ ეს უფრო გაამწვავებს. ანუ დამკვირვებლის პოზიციაში ვართ. თუ მაგალითად რაღაცა ისე ვერ მიდის, ესე იგი საკუთარ თავში ვცვლით რამეს, ანუ იმ კონკრეტულ სფეროში და მე იქაც მოგვარდება, ანუ ესე ვთქვათ, პარტნიორულ ურთიერთობებში. ან კიდევ თუ მომწონს, ესე იგი, ესეც ერთგვარი სარკისებრი ეფექტი არის პარტნიორულ ურთიერთობებისგან, რომ რაღაცა კონკრეტულ სფეროში რაღაცა გამივლია, ხო? და ესე იგი, ესეც კარმულად დაბრუნდა. თუმცა საბოლოო ჯამს მაინც მარტივი არ არის ხოლმე, ანუ ენერგია საკმაოდ დიდია, რომელიც მოდის, ამიტომ მიიღებთ ნაჩქარო გადაწყვეტილებებს, უფრო დამკვირვებლის პოზიციაში იყავით და არანაირად წაგებული არ დარჩებით და გადავიდეთ მორიელებზე. გადავიდეთ მორიელებზე, მორიელებთან აქ შვილების ამბავი არის საკმაოდ აქცენტირებული.
ამავდროულად აქცენტირებული არის ასევე სასიყვარულო ურთიერთობები, მეგობრებთან ურთიერთობები. შავი მთვარე მორიელის ზოდიაქოში და ყველა ლაივზე ვამბობ ამას და აქაც უკვე უნდა ვიცოდეთ მორიელებო, რომ ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში აი ეს თქვენი შავი მთვარე იქნება მთლიანად გამოძახილი, ანუ ეს ნეგატივი, ცოტათი მწარე ენა და ამ შემდეგ აქედან გამომდინარე, ანუ თქვენ შეგიძლიათ მაგით მიხვდეთ, რომ თქვენში არსებული რაღაცა ენერგია, აი ამ შავი მთვარის ეს ვთქვათ გავლენა ავტომატურად რაღაცა ეს ვთქვათ რეაგირებას ახდენს პარტნიორულ ურთიერთობებზე, ხო? აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობა არის და ცოტათი აი ეს რაღაცა აგრესიის მოტოკვა მოუწევთ, ასევე მორიელებს ურჩევთ, რომ ყურადღება მიაქციონ აუცილებლად ჯანმრთელობას და მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმან შვილებთან ურთიერთობას მომავალი 2 კვირის მანძილზე. ოჯახური თვალსაზრისით არ გამორიცხავ, რომ რაღაცა ოჯახური, არ ვიცი, შეიძლება იყოს უძრავი ქონების შეძენა, ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ან რაღაცა ახლის ეს ვთქვათ, არ ვიცი, გარემონტება, რაღაც ავეჯის შეძენა, ხო? ოჯახური მთლიანად აქტივობებით არის აქ მორიელის პროგნოზები დაკავებული. კარგი პერიოდი არის სხვათა შორის ოღონდ, ანუ შენაძენებისთვის უფრო 30 მაისიდან არის კარგი პერიოდი, მაგრამ მანამდე უბრალოდ შეგიძლიათ, რომ არ ვიცი, სია ჩამოწეროთ, ხო? გადააფასოთ, ანუ ეს რა გინდათ, როგორ გინდათ, ანუ რაღაცა ფინანსები გაანაწილოთ. შეიძლება აქ რაღაც ცოტათი ფინანსების ნაკლებობის პრობლემა იყოს მორიელებთან, მაგრამ 30 მაისიდან ახალი ფინანსური შესაძლებლობებიც გამოჩნდება და სამსახურეობრივ თვალსაზრისითაც ბევრად უფრო ჰარმონიული პერიოდი იწყება. ის შრომა, რომელიც ჩადეთ დაგიფასდებათ, ხოლო შრომა თუ არ ჩადეთ, ამ შემთხვევაში შეიძლება, ანუ პირიქით, ანუ ნეგატიური, ეს ვთქვათ, უკურიაქცია მოიტანოს და უფრო მეტი შრომა მოგიწევთ, ვიდრე აქამდე შრომობდეთ. ხო, ანუ რაც დააკელით, ახლა აგანაზღაურებინოთ, ანუ კარმულად ბალანსის მხრივ. საბოლოო ჯამში მორიელებს ვურჩევდი, რომ ზოგადად მომავალი 2 კვირა გაატარონ ისე, როგორც უნდათ, რომ დარჩენილი წელი გაატარონ, იმიტომ რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ღირებულებები მორიელებისთვის მომავალი 1 წლის პროგნოზზე იქონიებს საკმაოდ დიდ გავლენას. ამიტომ როგორც ეს შვილებთან ურთიერთობებში, მშობლებთან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. ახლა ვისაც შვილები არ ყავს და ვისაც პარტნიორი არ ყავს, იმ მორიელებისთვის შეიძლება რაღაც ახალი დაიწყოს პარტნიორულ ურთიერთობებში, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს, რომელიც შეიძლება ასევე გადავიდეს ესე ვთქვათ, ჰარმონიულ და ამავდროულად სერიოზულ ეტაპზე 2025 წლის მეორე ნახევარში უკვე. ანუ ამ თვალსაზრისითაც ან სასიყვარულო ურთიერთობებში მორიელებთან არის ერთმნიშვნელოვნად ცვლილებები, რომელიც ცვლილებების პოზიტიური შეუძლიათ იყოს და ანუ ზოგადად ამ ადამიანის ენერგია თქვენთვის იქნება რაღაცა პიროვნული, თქვენს პიროვნულ ენერგიასთან იქნება ჰარმონიულ თანხვედრაში. ეს მოკლედ არის მორიელებთან, თუმცა ფინანსურად დაძაბული პერიოდი არის მორიელებთან. ეს 2 კვირა, ვიდრე მაგალითად სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან. ეს ერთმნიშვნელოვნად არის, ხოლო შეიძლება კარგი არის ასევე მორიელები თუ ამ პერიოდში რაღაცა თქვენი ჰობით დაიწყებთ საქმიანობას, ან ამის შემოქმედებითი ნიჭები თუ გაქვთ და ამ შემოქმედებით ნიჭებს თუ აქცევთ თქვენი შემოსავლის წყაროდ. ასევე ესე ძალიან ჰარმონიული იქნება მორიელებისთვის მომავალი 2 კვირის მანძილზე. შეგიძლიათ, რომ ფინანსური თვალსაზრისით რაღაცა ისეთი აკეთოთ, რაც თქვენ ისედაც იცით, ხო? ანუ თქვენი რესურსი რაც არის, თქვენი ცოდნით, ან ჰობით, ან შემოქმედებითი ნიჭით. გაქვთ ნამდვილად ამისი შანსი, ან თუ მაგალითად აქამდე არ აღმოგიჩენიათ ეს ნიჭები, შეიძლება ამ 2 კვირის მანძილზე აღმოაჩინოთ კიდევაც. და გადავიდეთ მშვილდოსნებზე. მშვილდოსნებისთვის აქ უკვე ისეთი საკმაოდ რთული პერიოდი, ანუ უკვე ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. პრინციპში ეს ოჯახური რაღაცა პასუხისმგებლობები, ოჯახური ღირებულებები, ანუ იცვლება. აქ შეიძლება რომ ყოფილიყო ახალი რაღაცა ოჯახური ცხოვრების დასაწყისი, ან სხვა ადამიანთან ერთად, ან მარტოს თუნდაც ხო, ანუ სახლის ცვლილება. აი აქ მე რაღაცა დამოუკიდებლად ამ ყველაფერზე მე პასუხისმგებლობების აღება. მშვილდოსნებთან არის ეს, იყო ყოველი შემთხვევისთვის. აქედან გამომდინარე ეს სირთულეები უკვე გადასული არის მშვილდოსნებთან. ნუ პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული მოკლედ ტენდენციები აქაც ბევრად უკვე ჰარმონიული არის. 30 მაისიდან არ გამორიცხო, რომ მშვილდოსნებთან დაიწყოს რაღაც ახალი პარტნიორული ურთიერთობები, ან არსებული პარტნიორული ურთიერთობა გადავიდეს რაღაცა ახალ უკეთეს ეტაპზე. ჰარმონიული კონფიგურაცია არის და სასიყვარულო ურთიერთობები არის ერთმნიშვნელოვნად ჰარმონიული და ამ პერიოდში ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად
უფრო ოჯახურ, ემოციურ, პარტნიორულ ურთიერთობებს და მათ პარტნიორულ ურთიერთობებში ესე ვთქვათ იდილიის შენარჩუნებას და ოჯახურ ესე ვთქვათ გარემოში იდილიის შენარჩუნებას დაუთმან დრო. ანუ სახლი სადაც ცხოვრობთ, ხო? ანუ ის გარემო, სადაც თქვენ უფრო ყველაზე მეტ დროს ატარებთ თქვენი ესე ვთქვათ ოჯახი, შეიძლება მარტო ცხოვრობდეთ, მაგრამ ის გარემო რაც უფრო კარგად იქნება ესე ვთქვათ მოწყობილი, რაც უფრო ესე ვთქვათ თქვენთვის მოუვლით ამ გარემოს, რაც უფრო პრიორიტეტული იქნება, მით უფრო წინ წავა თქვენი კარიერა და ფინანსები. შეიძლება პარადოქსალურად ჟღირდეს და შეიძლება ადამიანი ვერ ხვდებოდეს ახლა რა შუაში იმასთან ეს, მაგრამ ეს არის საამყაროს დუალურობის პრინციპი და ძალიან ხშირად აი ჰოროსკოპის კონსტელაციას ვეუბნები ხოლმე, რომ აი შენ ეს უნდა გააკეთო, თუ გინდა რომ ის მოგვარდეს, ხო? აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, მაგრამ მშვილდოსნების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების აშენებას ითხოვს, სიყვარულის აშენებას, ისეთი გარემოს აშენებას, რომელიც გარემოს მაგალითად თქვენთვის ესე ვთქვათ სულიერი სიმშვიდის მომტანია, მაგრამ თუ ეს გარემო არა გაქვთ და ის სამსახურში გაქვთ და იქ მიდიხართ და იქაც ეს სიმშვიდი არ არის, ამ შემთხვევაში იქაც პრობლემა იქნება და იქაც პრობლემა იქნება, ну საბოლოო ჯამში მოგიწევთ რომ აშენოთ, მაგრამ თუ ამაზე თქვენ თვითონ იქნებით მოტივირებული და მობილიზებული, ამ შემთხვევაში ბევრად მარტივად გამოგივათ კიდევაც ამ იდილის აშენება და პლუს საჩუქარსაც მიიღებთ სამყაროსგან კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით. ფინანსურად ცოტათი მშვილდოსნებთან ეს პერიოდი იყო ეს თქო გაუთვალისწინებელი ხარჯების პერიოდი, აი ამ რაღაცა სირთულეების პერიოდი, თუმცა საბოლოო ჯამში ფინანსურად ნეგატიური პერიოდი არ აქვს და პირიქით ახლებური გზით ითხოვს რაღაცა ფინანსების გამომუშავებას. ხო კიდევ შეიძლება დამატებით აღმოაჩინონ მშვილდოსნებმა, რომ კიდევ შეუძლიათ რაღაცა დამატებითი სქილები აქვს და თანხების გამომუშავება. აქედან გამომდინარე, ანუ სამუშაო მოკლედ მშვილდოსნებს ბევრი აქვს. მაგრამ თუ მაგალითად მშვილდოსნები, რომლებიც ახლა არ ვიცი, ვერ მუშაობენ ან არ მუშაობენ, აი აქ მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ოჯახური თვალსაზრისით, ანუ ოჯახური იდილიის კონტექსტში რაღაცა ვერ შეასრულეთ, ეს დისბალანსი დაარღვიეთ, რასაც 2025 წლის დასაწყისიდან სამყარო თქვენგან ითხოვდა და დაგსვათ კარმამ სახლში, მაგრამ თუ ამას აპროტესტებთ და ეს მაინც არ გაინტერესებთ და მაინც სულ გარეთ იხედებით, ამ შემთხვევაში ეს დრო იწელება, მანამ სანამ აქ მოკლედ არ მოიწყობთ კომფორტის ზონას, ხო, სახლში. აქედან გამომდინარე, მოკლედ სამსახური თუ გინდა რომ წარმატებული იყოს და კარიერა, აი აქ მოკლედ ეს დუალურობის პრინციპით ბალანსი ოჯახურ ურთიერთობებზე, უპირობესი ყოველთვის გაცემაზე, ანუ შენი პირადი უსაფრთხოების აშენებაზე უნდა იყოს პრიორიტეტი. ანუ ჩვენ გვაქვს აქ ორი უსაფრთხოება არსებობს, ზოგადად ერთი უსაფრთხოება არის სოციალური და მეორე არის პირადი. სოციალური არის, როდესაც ანუ მე მაქვს კარიერა და უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ხო? იმიტომ რომ უკვე რაღაც გავაკეთე და ანუ ვიცი და ვიცი. და პირადი უსაფრთხოება არის მთელმა სამყარომ რომ უარყოს, არავის რო არ უყვარდე, ყველაფერში რომ იყო წარუმატებელი, შენ მიხვალ სახლში და იმ ადამიანებს უპირობოდ ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ წარმატებული და მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მაინც არიან შენს გვერდით. აი, მშვილდოსნებს ზუსტად აი ამ პირადი უსაფრთხოების აშენება ევალებათ. მაგრამ თუ პრიორიტეტი ახლა სოციალური და აქ პირადი არეული არის და მოუგვარებელი არის, ну ამ შემთხვევაში სოციალური დაიბლოკება და მაინც აიძულებს, რომ პირადი უსაფრთხოება ააშენონ. გასცენ უპირობო სიყვარული, ანუ ააშენონ თავიანთი უსაფრთხო გარემო. აი ეს არის მშვილდოსნებთან აქცენტირებული, ანუ კარიერა თუ გვინდა, აქეთ უნდა ეს ბალანსი გავასწოროთ, რომ ის თავისით მოგვეცეს მერე ამ შემთხვევაში ეს მშვილდოსნებთან ესე იმუშავებს და თქვენ შეგიძლიათ ეს რა თქმა უნდა გადაამოწმოთ, გააკეთოთ და ეს ზოგადად რასაც გეუბნებით, ეს ყისიერი კარმის ეფექტით მუშაობს, ანუ ერთი დღე, ორი დღე, როდესაც გავაკეთებ, იმ დოზით მომეცე, თუ უფრო მეტი მინდა, უფრო მეტს გავაკეთებ, ხო და აი ეს ვთქვათ, ანუ პრინციპები არსებობს რაღაცები, რომელი პრინციპებიც ჩვენ გვინდა არ გვინდა არის. და გადავიდეთ თხის რქებზე. თხის რქებისთვის საკმაოდ ესე ვთქვათ
მნიშვნელოვანი პერიოდი მიდის, აქაც ოჯახურ კონტექსტში მომავალი 2 კვირის მანძილზე ნათესავებთან ურთიერთობები იტვირთება. აუცილებელი არის, რომ დედმამიშვილებთან ნათესავებთან დღისქებო დაამყაროთ ჰარმონიული ჯანსაღი ურთიერთობები, აპატიოთ ძველი წყენები და ზუსტად ამ პერიოდში მოვა უფრო არის ხოლმე როცა გივალება ზოგადად ამის პატიება, მაგ პერიოდში მოდის რომ მოვა ეს ადამიანი და გაწყენინებს და მართლა ტყუის და შენ აქედან აი მე როგორ ვაპატიო და თან აქაც მე კიდე ერთი პროპაგანდა არის, ანუ ეშმაკის პროპაგანდა არის ესეთი, რომ ანუ პატიება გოიმობა. ანუ შენ რაც უფრო არ პატიობ ვიღაცას რაღაცებს, რაც უფრო ესეთი კაცრი ხარ, ანუ მით უფრო მაგარი ტიპი ხარ რა. ანუ ზოგადად საზოგადოებაში ახლა ალბათ პირველად არ გესმით, ხო, ეს ჩემგან ესეთი დამოკიდებულება არის გავრცელებული, რომ შენ რაც უფრო სასტიკი ხარ, ესე იგი უფრო მაგარი ხარ და თუ აი რაღაცა მოწყალე ტიპი ხარ, ან პატიობ მარტივად და მაინც გიყვარს ადამიანები, ესე იგი ანუ რაღაცა ვერა ხარ, ანუ დამაკნინებელ გარემოებაში და დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს ჩვენს გარშემო დედამიწაზე ზოგადად არ არის რა თქმა უნდა საქართველოს ოპერატ და ბევრი ადამიანი ანუ მსგავს მოცემულობას რომ აი რაღაცა მოკლედ მაგარი ტიპები ეგრე ახლა არ პატიობენ. ანუ რეალურად ეგრე არ არის, აბსოლუტურად პირიქით არის. ესეც არის ანუ ეშმაკის პროპაგანდა, რომელიც დაგვაჯერა, ასევე ეგრე დაგვაჯერა კიდე რომ 30-მდე თუ არ გაგხარ შენ შემდგარი მე რო ნაკავზე ხარ გადასაგდები, ასევე ესეც ეშმაკის პროპაგანდა არის. და აი აქ თხისკებს ევალებათ, რომ ზუსტად აი ეს შემოტევები იქნება ამ ურთიერთობებში და თქვენი ვალია, რომ გასცეთ სიყვარული და პატიება და თქვენ უნდა იყოთ ამ ურთიერთობებში მშვიდობის მტრედები. უპირობოს ანუ რაღაცა მსხვერპლი უნდა გაიღოთ. თქვენ ეს ვალი გაქვთ წინა ინკარნაციიდან, ეხლა რაც მოდის და აქედან გამომდინარე ამავალს ვერ გაიქცევით. ანუ ეს არის ერთადერთი რაღაცა, რაც ადამიანები ვეძახით ბედს, ეს არის კარმა. და რა არის კარმა? გავისროლე ბუმერანგი და ის მომხვდება აუცილებლად. ან შემიძლია რომ წრეები ურტყა, დავემალო მუდმივად და მთელი 1-5 ინკარნაცია მაგაში გავლიო და საბოლოო ჯამში ის მაინც მომხვდება, იმიტომ რომ მე დავიღლები ის არა. ან შემიძლია რომ მივიღო ეს ბუმერანგი, შევეგუო ბედს და მე მივხვდე რაღაცას, რომ თურმე იცი რა არის მე რო ესე უკეთებდი ადამიანებს, ან თუ მიმაჩნდა რომ ეს ნორმა იყო, მე რო დაემართება, მე ვიტყვი რომ აი იცი რა ვცდებოდი. და ის ამაზეა საუბარი, რომ ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ რაღაცაში ვცდებოდით, რომ განვითარდეთ, რომ ჩვენ ცხოვრება შეეცვალოს, მაგრამ თუ ჯიუტად მაინც აი გულისხმობაში კი ვიცი რომ მართალია რომ მაგრამ იქნებ გამივიდეს რა, ეხლა იმას ვეტყვი, ან ესეთ манипуляციას ჩავატარებ, ან ესეც ანუ აზრი არ აქვს. ეს არის სასაცილო სამყაროსთვის. ანუ სამყაროს ვერავინ ვერ მოატყუებს. აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში ანუ აღიარება არის მნიშვნელოვანი. ან მაგალითად თუ ასაღიარებელი ფიქრობთ, არაფერი არ გაქვთ და პირიქით, ნუ ამ შემთხვევაში მაშინ თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს უკვე წინა ინკარნაციიდან წამოსული პრობლემა არის და წინა ინკარნაციიდან წამოსული პრობლემაც ესე ვთქვათ, იგივე არის მე რა რო არ გახსოვს. არ გახსოვს, მაგრამ ინახავ როგორ დაგატრიალებს ხო სულ. და მე მიხვდები, რომ თურმე ეს მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე ამ ადამიანთან ურთიერთობები უნდა დაალაგონ თხისქებმა, ასევე ოჯახის წევრები, ანუ აქაც თხისქების შემთხვევაში აქაც პირადი უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტული და ამას ავალებს თხისქებს სამყარო. პირადი უსაფრთხოება თუ არ იქნება პრიორიტეტი და თუ პირადში, ანუ ოჯახურ სიტუაციებში თქვენ სისხლით ნათესავებთან ვერ იქნებით ჰარმონიულად და არ გეყოფათ ძალა რომ ეს ჰარმონიულობა შეძლოთ, ამ შემთხვევაში აი ეს კარიერული და ფინანსური წავა პრობლემურად. თუმცა ფინანსურად ცუდი პერიოდი არა გაქვთ თხისქებო, პირიქით კარგი პერიოდი გაქვთ, ახალი შემოსავალი შეიძლება რომ ახალი იდეები შემოსავლის შეიძლება რომ თქვენთან მოვიდეს. ეს ახალი იდეები არის როგორც სამსახურეობრივი, ასევე შეიძლება ბიზნესის თვალსაზრისით მოვიდეს, ან საოჯახო ბიზნესი შეიძლება რომ ამავდროულად იყოს თხისქებთან. ფინანსურად საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი არის, მაგრამ ოჯახური ღირებულებები თუ გვერდზე წავა და ფინანსური წინ წამოიწევს, მან დაინგრევა ფინანსები და ადამიანს ოჯახზე დამოკიდებულს გახდის კარმა და მერე დაანახებს ოჯახის მნიშვნელობას, ხო? დააფასებინებს. ამიტომ ეს რომ დაგვაფასებინოს, ჩვენ თვითონ დავაფასოთ ჯობია. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში აქაც ეს ცოტათი კონფლიქტური პერიოდი არის, ღირებულებათა სისტემის გადაფასება შეიძლება აი რაღაცა უკვე მსხვერპლად გრძნობდნენ თავს, ანუ აღარ შეუძლია ეს ამდენი ემოციები, ეს თხისქები ხო ანუ მიწიერი ნიშნები არიან, ხო? რაციონალური. და ეხლა რაღაცა გეგმები ისე შეიძლება რომ ვერ მისდიოდეთ. აქედან გამომდინარე
აქედან გამომდინარე ესეც ესე ვთქვათ ერთგვარი ანუ კარმული მაჩვენებელი არის რომ შენ იმ ურთიერთობებში თუ არ იქნები ჰარმონიულად რომელიც შენ რაღაც მეორე ხარისხოვანი გოგონია ან უბრალოდ ემოციური ადამიანების ბოდვა გოგონია ამ შემთხვევაში აი ზუსტ ეს ემოციური ადამიანები შეგიშლიან ხელს იმაში რისი მიღწევაც გინდა ანუ გეგმის მიხედვით რაღაცებით ხილსკებთან შეიძლება რომ ვერ მიდიოდეს მაგრამ საბოლოო ჯამში არა უშავს თუ რაღაცამ თქვენი ყურადღება გადაგატანათ ან შეცვალა ესე იგი ეს უფრო პრიორიტეტული არის ეხლა და ეს უნდა მიიღოთ სამყაროსგან ანუ აქ უკვე რაღაც დონეზე თითქოს რწმენის ელემენტიც ერთვება ხო ანუ ადამიანი მიენდო სამყაროს და მე უკვე ეს პრობლემა ავტომატურად გადავა ისე რომ შეიძლება საერთოდ ბევრი ენერგიის დახარჯვა არც დაგჭირეთ მაგრამ თუ ამას მუდმივად დაიგნორებთ ეს არასდროს არ დასრულდება და გადავიდეთ მერწყულებზე. მერწყულებისთვის აი აქაც 21, 22, 23 იანვარს დაბადებული მერწყულებისთვის არის საკმაოდ ესე ვთქვათ იყო ურთულეს პერიოდი, მაგრამ 30 მაისიდან უკვე ჰარმონიული პერიოდი იწყება იანვრის მერწყულებისთვის, ხო აი ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, როგორც ოჯახური თვალსაზრისით, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში, შვილებთან ურთიერთობებში. ხოლო დანარჩენი მერწყულებისთვის აქაც ანუ ყველაზე რთული აი ეს პერიოდი ანუ უკვე საბოლოო ჯამში გადასული არის ასევე მერწყულებს არ გამოურიცხავ რომ მოუწიოთ არ ვიცი მოგზაურობა არ გამოურიცხავ რაღაც ახლის შესწავლას მოუწიონ საბოლოო ჯამში აქაც იტვირთება მერწყულებთან ან ნათესავებთან ურთიერთობები აი ეს ნათესავებთან ურთიერთობები არის ერთმნიშვნელოვნად რაღაცნაირად გარდამტეხი, ასევე პარტნიორული ურთიერთობები, ანუ ძირითადად შეიძლება ეს ურთიერთობები არასერიოზული იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის აქ და პარტნიორულ ურთიერთობებში არ არის ნეგატიური პერიოდი მერწყულებთან. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც თუ რაღაცა ნეგატიური ხდება პარტნიორულ ურთიერთობებში, ხო, ну მაშინ ეს შეიძლება იყოს რაღაცა იმ კარმული თემების აკუმულირების, ეს თქვათ ამბავი, რომელიც მაგალითად ბოლო 3 თვის მანძილზე დაგროვდა. თორე როგორც ასეთი, ანუ მერწყულებთან ნეგატიური პერიოდი არ არის, განსაკუთრებით უფრო ჰარმონიული პერიოდი იწყება 30 მაისიდან. რაც შეეხება ფინანსებს, ну ფინანსურად აქ დაძაბულობა არის მერწყულებთან და შესაბამისად აქ შეიძლება იყოს რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯები და ასე შემდეგ, თუმცა აქ ივნისის შუა რიცხვებიდან საბოლოო ჯამში აი ეს ვთქვათ რთული პერიოდებიც მთავრდება სამსახურეობრივი თვალსაზრისით. პარტნიორულ ურთიერთობებში არის საბოლოო ჯამში ეს ვთქვათ რაღაცა ახლის დაწყების ეს ვთქვათ პერსპექტივა, ან შეიძლება ეს იყოს დიდი ხნის პარტნიორთან განახლდეს ურთიერთობა. ეს დიდი ხნის პარტნიორი შეიძლება იყოს ანუ საკმაოდ ძველ პარტნიორთან განახლდეს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ აქვს ნეგატიური პერიოდი მერწყულებს, აქ შეიძლება იყოს ახალი რაღაცა ცოდნები, შემოქმედებითი გზით რაღაცა ან თავიანთი პირადი ბიზნესი გააკეთონ მაგალითად, შემოქმედებითი თვალსაზრისით ასევე ეს ვთქვათ რაღაცა თავიანთი ნიჭებით დამატებით ფინანსები შეიძლება რომ გამოიმუშავონ და ბიზნესის გასახსნელთან ახალი ფინანსური წამოწყებებისთვის კარგი იქნება თუ 30 მაისიდან დაიწყებენ უფრო მერწყულები, ანუ აქტიურად ეს ვთქვათ ამ მხრივ ჩართულობას, ანუ მანამდე შეიძლება ცოტათი პრობლემატური იყოს, ან ბევრ ენერგიას ხარჯავდნენ და შედეგი არ ჰქონდეს, მაგრამ 30 მაისიდან მერწყულებო ამ თვალსაზრისით, ანუ პირადი ბიზნესი ვისაც აქვს, ყველაფერი შეიცვლება. რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებში არის აქ კონფლიქტურობის ალბათობა, აგრესიის ალბათობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰარმონიული პერიოდი არის და თუ ეხლა ესეთ პერიოდებში რაღაცა მაგალითად დასრულდა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ღირებულება შეიძლება იყოს, რომელიც მაგალითად არაფერი ამაში ნეგატიური არ არის, პირიქით შეიძლება კარგიც იყოს. და გადავიდეთ თევზებზე. რომლებიც გველოდებიან უკვე დიდი ხანია და აქ კითხვა იყო შეეხება თუ არა ეს პერიოდი თევზებს, ანუ თევზებს ეს რთული პერიოდი ხო? კი შეეხებათ, როგორც მკითხეს მე 20 მარტს დაბადებულ თევზზე, თავიდან დასაწყისში იყო ეს კითხვა, შეეხება ეს რთული პერიოდი თევზებსაც, რა თქმა უნდა, უბრალოდ
ამ ორი კვირის მანძილზე არა. აქედან გამომდინარე, აქაც თევზებთან მაქსიმალურად ანუ ეს პარტნიორულ ურთიერთობებში მიდის მოკლედ გადატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ თევზებს ეუბნება, რომ შეიყვარეთ საკუთარი თავი. თევზებს ეუბნება, რომ როგორც შენ შეიყვარებ საკუთარ თავს, ისე შეგიყვარებენ აი ეს გარშემოყოფებიც. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თევზებმა მაქსიმალურად პირადი სულიერი სიმშვიდე წამოწიონ წინა ხაზზე და თუ პარტნიორისგან ვერ იღებენ რაღაც აი ამ ორი კვირის მანძილზე ან თუნდაც დღეის მდგომარეობით, ხო? იმ რაღაცა სიყვარულს თუ ემოციებს, რომელიც მათ სურთ, რომ მიიღონ. ამ შემთხვევაში ეს სამყაროსგან პირდაპირ მინიშნება არის, რომ შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ თუ იღებთ, ესე იგი რა დოზითაც იღებთ, იმ დოზით გიყვართ საკუთარი თავი და ეს თქვენთვის შეიძლება ახლა ამ პერიოდში შეგიძლიათ იყოს საზომი, რომელიც საზომიც მაგალითად ძალიან ბევრ რამეს ეს თქვა თქვენთვის ნათელს გახდის და ბევრად უფრო მარტივს გახდის. რაც შეეხება ოჯახურ სიტუაციებს, ოჯახური თვალსაზრისით არის ცოტათი კონფლიქტურობის ალბათობა, ცოტათი ეს თქვა დაძაბული რაღაცა კომუნიკაციის პრობლემა შეიძლება იყოს ზოგადად ოჯახის წევრებთან, ან ოჯახური პასუხისმგებლობები შეიძლება იყოს უკვე თევზებისთვის დამღლელი. ასევე სახლში ყურადღება მიაქციეთ აი განსაკუთრებით 25 მაისის შემდეგ თევზებმა აუცილებლად აი ელექტროობას, რაღაც არ დაგრჩეთ ჩართული, უსაფრთხოების ნორმები დაიცავით. რაც შეეხება ეს ვთქვათ ინტელექტუალურ თვალსაზრისით რაღაცები ახალ ეტაპზე შეიძლება აქაც გადავიდეს. ახალი ცოდნების მიღება შეიძლება იყოს, რომელიც ცოდნებიც თევზებს დაეხმარებათ მერე უკვე საომავლოდ, რომ გამოიმუშავონ თანხები, ხო? თუმცა მომავალი ორი კვირის მანძილზე ფინანსურად ცუდი პერიოდი არ არის თევზებისთვის. აქამდე თუ იყო ეს თვითდისციპლინა, უკვე აი ახლა მომავალი ორი კვირის მანძილზე თევზებს მოეთხოვებათ, რომ ასევე აქ უკვე დისციპლინა და რაციონალური ხარჯვა მოუწევთ ფინანსებთან დაკავშირებით. ამიტომ თუ რაღაცა ფინანსური კრიზისი მოვიდა თევზებთან, ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად მინიშნება იქნება, რომ ანუ რაციონალური კონსტრუქციული ხარჯვა უნდა ისწავლონ, ფინანსების, ანუ ზუსტი სწორი განაწილება და ანუ ეს კრიზისი ემსახურება ამას, მაგრამ თუ ამას თქვენ თვითონვე გააკეთებთ, ანუ კრიზისი, რომელიც მაგას უნდა მოემსახუროს, საჭირო აღარ იქნება, ხო? ანუ რაციონალურად მიუდექით ფინანსებს, ანუ ფლანგულობას არ გაპატიებთ ახლა ეს მომავალი ორი კვირის მანძილზე ეს პერიოდი, პირიქით ანუ გაწერილი, ანუ დღეში რამდენს ხარჯავთ, რაში როგორ ხარჯავთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამაზე ესე ვთქვათ გააკეთონ თევზებმა სწორება და რაღაცნაირად ფინანსების მხრივ თავიანთი თვითდისციპლინა გამოიმუშავონ, ხო? ხარჯვის თვალსაზრისით და ოჯახური ურთიერთობები აქ მნიშვნელოვანი არის, რომ კონფლიქტურობა აკონტროლონ ოჯახურ ურთიერთობებში და ნუ ეს კონფლიქტურობის ალბათობა მაინც უფრო დიდი დოზით იქნება ივნისის ბოლომდე თევზებთან. ამიტომ ივნისის ბოლოდან ეგ სირთულეებიც გადავა. ნუ პრინციპი შემიძლია გითხრათ, რომ ივნისის შუა რიცხვებიდანაც გადავა, მაგრამ სანამ მაინც ეს წყუბებში იქნება ზედა დანარჩენი პლანეტები ცოტათი გადაუვლის აქ თევზებს და არის აქ კონფლიქტურობის ალბათობა, თუმცა ფინანსურად ჰარმონიული პერიოდია, სამსახურეობრივადაც ჰარმონიული პერიოდი არის, უბრალოდ ან თქვენ თვითონ შეიძლება იყოს აი რაღაცა ფსიქოლოგიურად დაღლილი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ თუ დაიღალეთ, დაისვენოთ, ხო? ეხლა თხისქებს უთხარი, რომ ოჯახში გაატარეთ მეთქი დრო, მაგრამ თევზებს შეუძლიათ განმარტოდნენ, დაისვენონ, პირიქით, ან თევზებისთვის ეს ჰარმონიული იქნება. და აი ესე ვთქვათ, აი ეს დაღლა, მოკლედ რაღაცა განტვირთვით, განმარტოვებით, საკუთარ თავთან, ეს ვთქვათ, რაღაცეების გადალაგებით შეგიძლიათ, რომ გადაიტანოთ, გადალახოთ და პირიქით საკმაოდ ჰარმონიული უკურიაქცია მიიღოთ სამყაროსგან. სამსახურეობრივად კარგი პერიოდი გაქვთ, ფინანსურადაც კარგი პერიოდი გაქვთ, შეიძლება ბევრი მუშაობა მოგიწიოთ, მაგრამ სამაგიეროდ ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. ამიტომ უფრო თქვენ ესე ვთქვათ რა ღირებულება გექნებათ, რას აირჩევთ, ხო? ამაზე ბევრი რამე არის ზოგადად დამოკიდებული და ეცადეთ, რომ საკუთარ თავს დაეყრდნოთ მხოლოდ არავის იმედზე არ იყოთ, აი თევზებთან ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავის იმედზე არ იყოთ, აი ვის იმედზეც იქნებით, იმედი გაგიცრუდებათ, იმიტომ არა რომ ის ცუდი ადამიანია, ან თქვენ არ უყვარხართ. უბრალოდ მასაც შეიძლება რაღაცა პრობლემა შეექმნას და ვერ დაგეხმაროთ და მაინც სამყარომ გაიძულოთ, რომ დამოუკიდებლად მარტომ გადადგათ რაღაცა ნაბიჯები.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის აქაც, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, როგორც სამსახურში, ასევე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით თუ რაღაცა გამოწვევები გაქვთ, ხო, რაღაცა, არ ვიცი, გეგმები. აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. თუ იმედად დაგეხმარებათ, კი ბატონო, ოკეი, ბონუსი, მაგრამ ისე მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ ვინმე დაგეხმარებათ. მარტოს ყველაფერი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, მაგრამ როგორც კი სხვისი მოლოდინი გაგიჩნდებათ, ეს დაგასუსტებთ და თქვენ გეგმების შესაფერი, ესე ვთქვათ, რეზულტატზე ვერ გახვალთ. ამიტომ ეს არის მოკლედ თევზებთან. ეს იყო მეგობრებო, სულ რისი თქმაც მინდოდა, რომ ამ 2 კვირის მანძილზე იქეთ კვირაში ზუსტად დავაანონსებ, YouTube-ზე იქნება live ჩართვა. მერწყულის ეპოქაზე, ანუ ესეთი ლაივები აღარ იქნება უკვე page-ზე, იმიტომ რომ ერთ თვეში ეს იშლება. ასე რომ აქ page-ზე ჩაერთვება მხოლოდ 2 კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის და დანარჩენი ლაივები იქნება YouTube-ზე. YouTube-ის არხი არის ვარსკვლავთ მთლელი, ან ხატია ბედოშვილი, მე ორივენაირად შეგიძლიათ რომ მომძებნოთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. გისურვებთ ბედნიერ 2 კვირას და მე გემშვიდობებით დროებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ იყავით ჩემთან ერთად. ნახვამდის ბედნიერი ღამე.